საღამომშვიდობისა. დღეს 6 ივნისია და მე გიორგი თარგამაძე ტელეიმედის ჟურნალისტებთან ერთად წარმოგიდგენთ დროების მორიგ გამოშვებას. დღევანდელ დროებაში ტრადიციას დავარღვევთ და გადაცემას მხოლოდ ერთ თემას მივუძღვნით. ჩვენ ვაგრძელებთ გამოკვლევას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დასადგენად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თებერვალში დროებაში გასული რეპორტაჟების შემდეგ განაახლა ამ ფაქტზე ჯერ კიდევ 1994 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმის ძიება. გენერალური პროკურორის მოადგილე კახა კობერიძე გვპირდებოდა, რომ საზოგადოებისთვის მაისის ბოლომდე ცნობილი გახდებოდა იმ საპროცესო მასალების შინაარსი, რომლის შეგროვებაც გამოძიებამ ამ ხნის განმავლობაში მოახერხა. ინტერესი ამ მასალების მიმართ მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას თავს არ მოიკლავდა, ხოლო პროკურატურის გამომძიებლებმა პირველად აღნიშნეს, რომ იძიებენ არა თვითმკვლელობის, არამედ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ფაქტს. ბატონი ბესარიონ გუგუშვილი გამსახურდიას მთავრობაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მხოლოდ 4 თვის მანძილზე ასრულებდა. იგი იმ 3 ადამიანიდან ერთ-ერთია, რომელიც პირველ პრეზიდენტ სიცოცხლის ბოლო წუთამდე გვერდში ედგა. 1993 წლის 31 დეკემბერს ღამის პირველ საათზე ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში კარლო ღურწკაიას ოჯახში საბედისწერო გასტროლის დროს ზვიად გამსახურდიას გვერდით სწორედ გუგუშვილი იწვა. ბესარიონ გუგუშვილი 10 წლის წინანდელი მოვლენების მთავარი მოწმეა, თუმცა საპროცესო მასალებში, რომლის გამოქვეყნებასაც გენერალური პროკურატურა გვპირდება, მისი ჩვენება არ არის. ოფიციალურად მას არავინ დაკავშირებია. მე-9 წელია ცნობილი ქართველი მეცნიერის პაატა გუგუშვილის ვაჟი, მეუხლესა და 2 ვაჟთან ერთად ფინეთში ცხოვრობს. ქვეყანაში, რომელმაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. ბოლოს საქართველოში ბესარიონ გუგუშვილმა სატელევიზიო ინტერვიუ 1991 წლის 22 დეკემბერს პარლამენტის შენობაში მოქმედ სახელმწიფო ტელევიზიას იმ დროს მისცა, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე სახელმწიფო გადატრიალება ხორციელდებოდა. ხანგრძლივი დუმილი პრემიერმა ფინეთის დედაქალაქში დროების გადამღებ ჯგუფთან შეხვედრის დროს დაარღვია. საზაწულაძისა და იაგო გოგილაშვილის სპეციალური რეპორტაჟი და ექსკლუზიური ინტერვიუ ჰელსინკიდან, გამსახურდიას მთავრობის უკანასკნელი პრემიერის აღსარება, რომელსაც ჩვენი რესპონდენტის მოთხოვნით სრულად გთავაზობთ. 5 თვიანი პრემიერობა ზვიად გამსახურდიას მთავრობაში ბესარიონ გუგუშვილისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ 13 წლიანი იძულებითი ემიგრაციით დასჯილიყო. აქედან 9 წელი დევნილმა პრემიერმა, როგორც თავის თავსდამდე უწოდებს, ჰელსინკის გარეუბანში, ვანტააში გაატარა. გუგუშვილმა ფინეთში ამ 9 სართულიანის პირველ სართულზე, მუნიციპალურ სამოთახიანში დაიდეს ბინა. დროების გადამღები ჯგუფი პირველები აღმოჩნდით საქართველოდან, ვინც ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მთავარმა მოწმემ ვანტააში მიგვიყო. 13 წლის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის მიუდგომელი ბესარიონ გუგუშვილის ამ გადაწყვეტილების мотиваცია საკმაოდ პროზაული აღმოჩნდა. თქვენ რო აქ მოგიშვით მე, თქვენი დამსახურება კი არ არის. აი თქვენი ვებსაიტი როა თქვენი იმის კომპანიის, იმის დამსახურება. მადლობა თქვენ იმას უთხარით. ისინი ჩემს შრიფტს იყენებენ და მე ჩემი შრიფტის რეკლამას ეწევიან. თქვენ მე არ მოგიშვებდით, აქ რო ის არ წამეკითხა. აი ეს არის შრიფტი, რომელსაც მე დავარქვი გლახო. გლახო. აუ, აი ეგეც საინტერესოა გლახო რა არის. მე დასავლეთ საქართველოდანა ვარ, აი შრიფტია. ბავშვი რო დაიბადება, ძალიან ლამაზი როა. თვალი რო არ ეცას, გლახოს ძახიან. ბაშია ჩუქსაც გლახო ერქვა. ქართული ვები, შრიფტები და პროგრამირება ის სამყარო, რომელსაც უმუშევარი ექსპრემიერი დღეღამში 12-14 საათს უთმობს. ამ კომპიუტერში არსებულ სერვერზე 10-მდე ქართული ინტერნეტ გვერდი მუშაობს. ბევრ ქვეყანაში იყენებენ მის მიერ შექმნილ შრიფტებსა და პროგრამებს. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით ინტერნეტ ვებგვერდების დინამიური ძრავის, გუგუშვილისეული ინოვაცია Smart Publisher Pro სარგებლობს. გუგუშვილის ფოტო. ახლა. გამეფასება. ეგარი ჩემი 2 გმირიდან ერთ-ერთი, ზვიადიდან და ზვიადი მყავს გმირი და ჯოხარი. ეგარი ზვიადი აქა თვითონ ამას ზვიადი. ამ კომპიუტერშივეა მოთავსებული უნიკალური მასალაც, ბესარიონ გუგუშვილის მოგონებები და დოკუმენტები, რომლებიც დეტალურად ასახავს ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებსა და სიკვდილის გარემოებებს. იმათ თავში არ მოვუყვათ ის იმ დეტალების აღწერა, რომელიც მე აქ
ეს კი ინგვი მალმსტინია, ვირტუოზი შვედი გიტარისტი. ფინეთში ჩამოსვლის შემდეგ მის ურიცხვანებს ექსპრემიერით შეემატა. კარგი ბიჭია, ჯვარი კიდია გულზე მუდმივად. დიდი ჯვარი. აი ამ მუსიკის კონცერტზე, ოპერაში იმ ახალგაზრდას წვანეთნებს შეღებილს ვერ შეიღო. მაგრამ კონცერტზე საცა მალმსტინი გიტარაზე უკრავს ამას, ისინი ასე იგი სტადიონები ივსება. ხედავთ აქ ესე იგი მალმსტინი უკრავს ფუგას. ნებისმიერი დღევანდელი ახალგაზრდისთვის ეს მისაღებია ამ სახით. და ჩემთვისაც. საქართველოდან იძულებით გადახვეწის შემდეგ გუგუშვილები ჯერ ჩეჩნეთში, შემდეგ კი მცირე ხნით ლიტვაში ცხოვრობდნენ. 1995 წლიდან ექსპრემიერი ფინეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით სარგებლობს. ბესარიონ გუგუშვილი სოციალური დახმარების ხარჯზე არსებობს და ბინის გილასაც სახელმწიფო უხდის. ულაპარაკოთ, მომწევს პოლიტიკური თავშესაფარი. ისო მე აქ მაქვს პოლიტიკური თავშესაფარი. ასეთი არის საერთაშორისო სამართალში ასეთი ნორმა, ჩვენ გვიშვილა ევროკომუნიზმის სისტემა. და ევროკომუნიზმი ამას ტყილი არ ქვია. მართლაც ევროკომუნიზმია და მართლაც კომუნიზმია, ესე იგი, შენ გაძლევენ ბინას, ბინის გათვალსახადს თვითონ იხდიან და საცხოვრებო მინიმუმს უზრუნველყოფენ. მე სულ ვცდილობდი სამუშაო მეპოვა, სულ. მაგრამ გარკვეული ფაქტორების გამო ვერ ვიპოვე. სამჯერ მიმიწვიეს ინტერვიუზე. მაგრამ როცა უთხარი რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვარ, არ უთხარ რომ დღესაც პრემიერ-მინისტრი ვარ დევნილობაში. სკამიდან კინაღამ გადმოვარდნენ. ისეთ უხერხულ მდგომარეობაშია, მე ვიზიტკები მომწეს, ყველაფერი დაგვირეკეთ, თქვენგენ აცვა, თქვენი ჭირმა, მაგრამ სამუშაო გამორიცხულია რა თქმა უნდა. სეირნობა ბატონი ბესარიონის მეორე ჰობია. ამბობს რომ ვანტაა ძალიან აგონებს რიგანს, სადაც ოჯახთან ერთად ხშირად ისვენებდა. ამიტომ თავის დროებით სამყოფელს მოფერებით დომ ოთხ სევერიში არქვა. აი ზუსტად ისეთი ლანდშაფტია, ისეთი ხეებია. ასეთ დომოთვისაში უადოთ მოვხდი და თავდაპირველად საგზური არის უადო. ზურაბს სამშობლო ბუნდა უნდა დახსოვს. პაატა დიდი პაუზის შემდეგ შარშანწის საქართველოში პირველად იყო. ორივე ძმა უკვე მუშაობს, მალე ფინეთის ჯარში უწევთ სამსახური. თუმცა მათი საბოლოო გეგმები მაინც საქართველოს უკავშირდება. მე ცოტა მაქვს, მე 12 წელიწადი აღვე. მე ვიყავი შარშანწი პირველად 11 წლის მანძილზე. იმდენი სიტყვა და ამდენი ჩახუტების მერე დაჩრდილა ეს ცუდი ისენი, რა ქვია. ცუდი შთაბეჭდილებები. ჩვენი მთავარი გეგმა არის, რომ აქ ჩვენს პროფესიაში გავიდგათ. ფეხი კარგად ავითვისოთ და მერე გავაგრძელოთ საქართველოში მოღვაწეობა ამ დარგში. აუცილებლად დაბრუნებას ვაპირებთ. ფინეთში ორი სახელმწიფო ენაა, ფინური და შვედური. ბატონი ბესარიონი მხოლოდ ინგლისურს ფლობს. ამ ენაზე ურთიერთობს იგი ყველაზე ახლო კარის მეზობელ კართან. აქ ყავს ძალიან ახლო ისეთი დამეგობრებული კაცი, კარი ქვია. კარი ჩემზე ცოტა უმცროსია. იმის თოლი აქ ფაცერის ქარხანაში მუშაობს, ხო და კარი არ მუშაობს. ხო და მომაკითხავს ხოლმე ღამე და ასე მიკაკუნებს და რო გავაღებ შემხედა ასე მაკითხავს. კურტკაში არაყი რო აქ წამოდავლიო ტყეშიო დავლიოთ. არის ის ინგლისური და გვიჭის ურთიერთობა. ხო და მე თუ შემოვიშვი სახიო დათრება ჭიქებით მომადგება ხოლმე დავლიოთო და შემოვშევ და სულეთად იგივე ამბავს მიყვება როგორ იყო თვითფრინავში რომ იმგზავრა როლინგ სტონსებთან ერთად და მათ სოლისთან ერთად ტუალეტში პლანი მოწია. სულ გამოდნევით ამ ისტორიას მიყვება და მე უკვე მომწყენდა. მაგრამ სხვა ესე იგი ინგლისურად ვერ ყვება და ეს ტექსტი ინგლისურად მზად აქვს და ამიტომ ახერხებს ხოლმე. გუგუშვილების ოჯახის ყველაზე მძიმე დღეებმა ამ ქალბატონის მხრებზე გადაიარა. ქალბატონი არ მალავს რომ ბესარიონ გუგუშვილის მეუღლეობა ძალიან რთული გამოდგა. ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობთ. ეს არის რომ გვაწუხებს და ძალიან გვენატრება ახლობლები, მეგობრები. ზამთრობით უფრო მძაფრია ნოსტალგია. ბესარიონ გუგუშვილის მეუღლეობა რთული გამოდგა. ძალიან რთული გამოდგა. ამ მძიმე პერიოდი იყო გროზნოში ყოფნის პერიოდი. ეპიცენტრში ცხოვრობდით, სადაც ეს პუჩები და ყველაფერი ხდებოდა. ხანდახან იყო პერიოდები, რომ ღამე ვერ ვიხდიდი და პური საჭრელიდან დავდიოდი მეჩვენ, თუმცა მეზობლები ძალიან კარგი გვყავდა და მხარში გვედგნენ და რაღაცნაირად გადაგვატანინეს ეს მძიმე და რთული პერიოდი.
ეს ფინეთის პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია. 3 წლის წინათ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ვიზიტის დროს აქაურმა ქართველებმა ჩეჩნეთის მხარდაჭერ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ბუნებრივია ბესარიონ გუგუშვილიც აქ იყო. აი აქ დავჭამთქლით ასე. და აქედან ყვიროდით, მართლა სოსოს არ არის, სოსო ყვიროდა ჩეჩნურად რაღაცებს აგინებდა, ლაძღავდა და ვერ გაბედა პუტინმა იგამოჩენა. ორივე ერთფრენი იდგა, ერთი აქა და ერთი იქა. მთელი იმ ხნის განმავლობაში და 300 კაცი იცავდა 50 კაცისგან პუტინს. მაინც ვერ გაბედა აივანზე გამოსვლა. ფინელი ქართველების დღევანდელი შეკრების მიზეზი კი 26 მაისია. გადაწყდა, რომ დამოუკიდებლობის დღესასწაულს კუნძულ სუომილინაზე აღნიშნავდით. 1784 წელს შვედების მიერ დაარსებულ სამხედრო ციხესიმაგრემდე გემით ჰელსინკიდან სულ 15 წუთის გზა. დღეს კუნძულზე მუზეუმი მოქმედებს. დავმარჯო სამკუნძულზე ჩვენი დროში საღმართოთ. სამ აქა ვართ. ეს ტერიტორია ამ დროშის ქვეშაა. ესე იგი ეს ტერიტორია ეკუთვნის ამ დროშას. გაგიმარჯოთ მეგობრებო, კარგად იყავით და გისურვებთ ყველას უახლოეს ხანში დროშა საქართველოში საგვიმართოს. იმ ნაწილში, რომელიც ჩვენი იურისდიქციაშია, ჩვენ ოჯახში, ჩვენ სახლში, ჩვენ ბინაში. ბესარიონი წითქოს. გავმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს დროშა აღიმართა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ასე რომ ამ დროშის დავიწყება არჩი. კი, სწორ გეთანხმები. ამ დღეს ეს დროშა უნდა აღიმართოს და სხვა დღეს შეიძლება სხვა დროშაც. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაბინდებამდე გაგრძელდა. ყველა ქართული ტრადიციის დაცვით დაილია მომავლის, სამშობლოს, ბავშვებისა და ძალიან გრძელი წასულების ადრეწევი. ჩრდილოეთიდან წამოსული ღრუბლების მოახლოებასთან ერთად კი ისე მოვიდა ნოსტალგია და დეპრესია. გადაცემის გენერალური სპონსორია TBC ბანკი. პირველად ქართულ ტელესივრცეში გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრის ბესარიონ გოგუშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ დროებაში. შემოთავაზები ვიცით რა იყო ადრე? აი ბოლო ესეთი ჩამომივიდა ძალიან არსებითი პიროვნებისგან, ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებისგან. ჩვენ თქვენ კი არ გაბრალდებთ რა. ჩვენ ვიცით თქვენ პატრიოტები ხართ. თქვენ გეძინათ, ვიღაცამ ფაჯიდან ესროლა და მოყვა. რატომ დაბრუნდა საქართველოში და როგორ დამარცხდა ზვიად გამსახურდია? აფხაზების საიდუმლო წინადადება და 50 ჯოჯოხეთური დღე სამეგრელოს დღეებში. გავიდა ერთი დღე არა გვაქვს საჭმელი. გავედით მოშევაგროვეთ ისა წაბლი, ვჭამეთ წაბლი. მეორე დღეს კაცი არ ჩანს არავინ. შევაგროვეთ წაბლი, ვჭამეთ წაბლი. წაბლი ღორი ცხოვრობს კარგად, ადამიანთვის წაბლი არ არის. დავიმშით. რა აპატია 10 წლის შემდეგ ბესარიონ გუგუშვილმა საქართველოს პირველ პრეზიდენტს და რას თხოვს იგი ქართულ ხალხს ფინეთიდან? ხალხი ვალდებულია ხა დაიცვას ეს ბიჭები. ეს ბიჭები არ არიან ვალდებული ამ ხელისუფლებას მოისცენ ჩვენები. მით უმეტეს არ არიან ვალდებული იმ დროს, როდესაც ასე ბინძურად და გამრუდებულად მიდის გამოძიება. პრემიერის აღსარება, რომელიც საბედისწერო გასტროლის დროს ზვიად გამსახურდიას გვერდით იწვა. მხოლოდ იმედის არხზე. გადაცემის გენერალური სპონსორია TBC ბანკი. პუჩის მერე სამეგრელოში და აფხაზეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალები დაგროვდა კანონური ხელისუფლების მხარდაჭერი შეიარაღებული ძალები. აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ კი მოიმატა ძალიან იარაღის რაოდენობამ და ეს ძალები ნელ-ნელა გაძლიერდნენ. ისე მოხდა პრაქტიკულად, რომ ზუგდიდის რაიონს, წალენჯიხის რაიონს, აი წალენჯიხის ბრძოლების მერე
პრაქტიკულად მთლიანად აკონტროლებდნენ უკვე კანონური ხელისუფლების ძალები. ისე რომ იქ შეიძლება ვთქვათ, რომ კანონური ხელისუფლება ემორჩილებოდა ეს რაიონები. ეს რაიონები უკვე ვალენჯიხის, ზუგდიდის, უკვე აღარ ემორჩილებოდა ხუნტას. იგივე შეიძლება ვთქვათ აფხაზეთის მთელი რაიონი, სოხუმიდან აღმოსავლეთით. რო ვთქვათ, ეს რაიონები ყველა ემორჩილებოდა კანონურ ხელისუფლებას, ისე რომ იქ არსებითად შეიქმნა განთავისუფლებული ხუნტისგან განთავისუფლებული რეგიონი. ეხლა მე არ ვიცი ზუსტად რა რაოდენობის შეერაღებული ძალები იყო, იმიტომ რომ თვითონ შეერაღებული ძალები სხვა კატეგორიისა, თოფიანი კაც შეერაღებული ძალა არ არის. მაგრამ იქ იყო არანაკლებ 200-300 ბრძოლისუნარიანი შეერაღებული ძალა. როდესაც შეუძლია სერიოზული ბრძოლა 200-300. თან ისე მოხდა, რომ მანამდე შემოდიოდნენ დამსჯელები, თქვათ კიტოვანის ან იოსელიანის დამსჯელები, გაყრიდნენ, ისევ შემოვიდოდნენ და ასეთი იყო, ხელიდან ხელში გადადიოდა. ესე მოხდა, რომ აი ამ პერიოდისთვის იქ უკვე სტაბილურად იყო ეს კანონური ხელისუფლების მართვა. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით წარმოიქმნა საკითხი, რომ ეს ზონა გაფართოვებული იყო და მეტიც, ესე იგი, როცა უკვე რაღაც სიმძლავრეები ძალა დაგროვდებოდა, რომ ესე იგი პრეზიდენტი დაბრუნებული იყო. ამაზე ლაპარაკი დიდხანს იყო, ადრე დაიწყო გაცილებით, ვიდრე პრეზიდენტი და კიდევ უფრო ადრე ვიდრე მე ჩავიდოდი. მაგრამ აქ იყო ბევრი ისეთი საკითხი. ერთი მხრივ მომგებიანი მომენტი იყო იმით, რომ აი ეს რაიონები ჩვენ გვემორჩილებოდა. მე ვახსოვ უფრო დიდი სტრატეგიული მასშტაბით, ეხლა გადავიდეთ შემდგომ დონეზე სტრატეგიული მასშტაბის, თუ კავკასიის მასშტაბს ავიღებთ, არ იყო ეს მომგებიანი. ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყო ეს ყველა ოპერაციები დაგვეწყო მაშინ, როდესაც რუსეთი ჩეჩნეთს დაუწყებდა ომს. პრაქტიკულად ამ შემთხვევაში რუსეთს ორ ფრონტზე ექნებოდა ომი. და მისთვის ძალიან ძიმე იქნებოდა, ჩვენთვის ძალიან მომგებიანი იქნებოდა. ესე იგი, მე ასე ვთვლიდი მაშინ, რომ ჩვენთვის მოცდა ჯობს. დავიცავთ, იმიტომ ჩანდა უკვე ჩეჩნეთში ძალიან თვალნათლივ ჩანდა, რომ რუსეთი დღესხვალ ომს დაიწყებს. ჯოხარი ელოდება ომის დაწყებას ზამთარში. ჩვენი კარგი მდგომარეობა გვაქვს ზაფხულში. საკმარისია მოვიცალოთ 6 თვე, რამენაირად გავაჭიანუროთ და ორ ფრონტზე იქნება ომი. ჩვენ ესე იგი ვიწყებთ შეტევას სამეგრელოდან და ისინი იწყებენ ომს ჩეჩნეთში. ჩეჩნეთში ჩვენ ვიცით, რომ მაგათ დიწინააღმდეგობას გაუწევენ. ჯოხარი დარწმუნებულია, რომ წელში გაწყვიტავს რუსს ჩეჩნეთში. ისე რომ კარგი მომენტი გვექნება. მაგრამ მეორე ფაქტორი ის არის, რომ ხალხი ძალიან აღტოვანებულია სამეგრელოში. სამეგრელოში ისეთი ეიფორია არის გამარჯვების. და დღე-დღეზე ედიან უკვე პრეზიდენტის ჩამოსვლას და უკვე ყველაფერში ჩანს, რომ შევარდნაძის ისა დასუსტებულია უკიდურესად, მხედრიონი დასუსტებულია, კიტოვანის გვარდია დასუსტებულია, მომებში დასუსტდა. დაიღუპა დიდი ნაწილი აფხაზეთში ომის. და ჩვენი ძალები სულ მატულობს და მატულობს, მათ შორის ტექნიკა მატულობს. ომმა მოიტანა ის, რომ ამ ტერიტორიაზე გაჩნდა მძიმე ტექნიკას და ჩვენები ამ ტექნიკას იგდებენ ხელში. ბოლოს, ესე იგი, ვატყობ, რომ უკვე ძალიან მომწიფდა საკითხი ზვიადის ჩასვლის. მე ვფიქრობ, რომ ზამთარში ჯობია. ამიტომ დრო რო გავწელო, ავდექით ცოლთვის მოვკიდე ხელი და წავედით კისლოვოდში, რომ არ ვიყო იქ. მაგრამ ზვიადმა დავავალო, რომ ყოველ კვირა დარეკე. დაახლოებით 1 კვირა ვიყავით კისლოვოდში, ჯერაც შეუდექი წესია დასვენებას და ვრეკავდა, ზვიადი მეუბნება, რომ უნდა ჩამოხვიდე სასტრაფოდ. ხვალვე აქ იყავ. აქვს ჩავყარეთ ცოლშვილი მაშინ მატარებელში უბილეთოთ, რა ქვია, ბრავადნიკს რო ეძახიან გამყოლის პატარა ერთ ადგილიანი მაშინ და გაჭირვებით ჩამოვედით გროზნიში. ესე ის სახში დავაბინავე და იმავე დილით მივედი ზვიად. დილით არა, შუადღე იქნებოდა. ზვიადი მეუბნება, რომ ესე იგი კარგი იქნებოდა, თუ მე ჩავიდოდი ზუგდიდში. როდის უნდა წავიდე ვეკითხები და რაც შეიძლება მალე. ჯობია ხვალვე. მე ვთქვა ხვალ უბრალოდ ვერ მოვასწრე. კარგიო, მაშინ ხვალ მოდიო და დეტალურად ვილაპარაკოთო. მე დღეს მივედი.
კარგად მახსოვს ძალიან ის დღე, ესე იგი, ვხედავთ პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში, ხის ქვეშ, ცხელა, ეს არის აგვისტო, თბილისში ვარ და ესე ნელ-ნელა ნება ზვიადი მკარნახობს რა უნდა გავაკეთო. მე მაგ ბლოკნოტი და იმ ბლოკნოტში ვიწერ ყველაფერს. ასეთია რომ იქ ესე იგი ზვიადს აქ ცნობები რომ ჩაის კრეფა შეწყდა პრაქტიკულად აღარ ხდება რომ სიმინდი და იმის მოსავალზე მე ლაპარაკია საკოლმეურნეო და დიდი მეებზე ფართობებზე გლეხი თავისას უვლის მაგრამ ესო კარგათაც რომ განვითარდეს საქმეები ეს რესურსებო დაგჭირდებაო ჩვენო წამაცხო უნდაო ხალხს ეს მოაგვარეო მე სხვა კიდე სამეურნეო საკითხები მე რამდენიმე დავალება მომცა ქობალიას მიმართო ქობალიო მაინც უნდა აითვისოსო აგერ ჩეჩნები ამბობენ ჯოხარი ამბობს რომ ეს ალყა ეს შემოვლითი ბრძოლები ეს ჩასაფრებები ესენი პრაქტიკულად არც ერთხელ არ ჩატარებულაო და ესენიო ჩვენი მხრიდანო ნაკლებ მსხვერპლს გამოიწვევსო და უფრო ეფექტური არისო და კიდევ ერთი ვარიანტი ის არისო რომ ადრე თუ გვიანო რუსებთან მოგვიწევს შეტაკება და გადაეცი ქობალიასო რომ მოემზადოს პარტიზანული ომისთვისო ამას რადიოთი და იმის ვერ ვეტყვი და შენ გადაეცი პირდაპირ აი ესე ჩავიწერე ყველაფერი დისკონს ლაპარაკობთ ხალბატონმა რაღაც ბალი გამოგვიტანა რაღაც აქეთი ეს ლაპარაკი მოვათავეთ და ეს ლაპარაკი რომ მოვათავეთ რაღაც დუმილი ჩამოვარდა და უცბად ზვიადი ამბობს რომ ესაო სისხლი უნდა დაიღვაროს ხო და მე გამიკვირდა ზვიადისგან ასეთი გამოთქმა იმიტომ რომ უჩი დღეებში მოუწოდებდა მებრძოლებს რომ არ ესროლოთ ვინმე არ მოკლათო ფეხებში ესროლეთო რომ სისხლი არ დაიღვაროს და ახლა სისხლზე ლაპარაკობს მაშინ მე არ ვიცოდი ეს სიტყვები რას ნიშნავს და ვიფიქრე რა უპასუხო ამას და უთხარი ჩეჩნეთში გავრცელებული ფრაზა რომ ჩეჩნეთში სულ ამბობდნენ რომ კარგი იქნება რომ მცირე სისხლით მოგვაპოვებინა თავისუფლება მე ვფიქრე ზვიადი ამას გულისხმობს ხო მეთქი მცირე სისხლით გაკურებული მასე შემოხედა ხო მცირე სისხლით მეთქი ამის შემდეგ კიდევ უკვე ზოგად რამეებზე ვილაპარაკეთ პოლიტიკაზე იქით აქეთ რაღაცა და დავემშვიდობი წამოვედი მეორე დღეს წავედით უკვე მე მახდათ თან გოჩა და კეკენაც ესა ბაჩუკი და კეკენაც წამოვედით ესენი გამომაყოლა როგორც მცველები იმიტომ მე არ მყავდა არავინ ისეთი ვინ მცველის ფუნქციაში ასრულებდა ხო და წამოვედით ჩავედი ზუგდიდში მდგომარეობა როგორია ისეთი შესახედა და გარეგნულად ძალიან სასიამოვნო თავისუფლებას უფერს არ არის ბანდიტიზმი არ არის ძარცვა 64-ია თან ზაფხული ყველაფერი კარგი მაგრამ ერთი ფაქტორია რომ მე ზვიადს უთხარი რომ წამოსვლისი რომ მე იქ წავალ ყველაფერი შევისწავლი მე უკან დავბრუნდები და მე გეტყვით მოგახსენებთ რა ხდება თუ მე ვერ ჩამოვედი რამე მიზეზის გამო ეს ნიშნავს რომ იქ რაღაც ხაფანგია რომ ჩახვალ და ვეღარ წამოხვალ ამიტომ დაელოდეთ აუცილებლად ჩემ ჩამოსვლას იქ ჩვენ ვისაქმიანეთ ჩატარდა სესია ახლა ბევრი კითხულობს ხოლმე რატო ჩამოვიდა ზვიადი ახლა უკვე ნაწილი ფაქტორების გითხარით არის განთავისუფლებული რეგიონი არის შეერაღებული ძალები ეს რეგიონი სტაბილურია მაგრამ ფორმალური საფუძველიც ჰქონდა ამას ზვიადი ძალიან იცავდა რომ ყველაფერი კანონიერი ყოფილიყო და ბევრისთვის არის ცნობილი რატომ დაავიწყდა დღეს არ ვიცი რომ უზენაესი საბჭოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადგენილება რომელიც ამ დღეებში ზუგდიდში მიმდინარეობდა ეს იყო ის რომ სესიას უნდა მიეღო და მიიღო კიდევაც დადგენილება იმის თაობაზე რომ მომზადდა სიტუაცია იმისათვის რომ დევნილობიდან დაბრუნდეს პრეზიდენტი და მთავრობა ესე იგი უზენაეს საბჭომ ეს დადგენილება მიიღო და ამ დღიდან და იმ წამიდან რაც უზენაეს საბჭომ ეს კანონი იყო კანონმდებლობა აქტია ეს პრეზიდენტისთვის და მთავრობისთვის სავალდებულო ხდება კანონი ხდება პრეზიდენტი დაბრუნდა სამეგრელოში ასრულებდა რა უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებას აი ფორმალური საფუძველი ამისი იყო ეს ისე არ მოხდა რომ ვიღაცა მან მოტყუებით ჩამოიყვანა რაღაც ეს იყო ზვიადი საღად შეაფასა სიტუაცია რატომღაც ჩათვალა რომ
ეს მომგებიანი უფრო ვიდრე ზამთრამდე დაწყდა, როცა ჩეჩნეთში ომია, გარკვეული თვალსაზრისით ასეც იყო. ესე იგი, შევარდნაძე და ხუნტა აგებენ ომს აფხაზეთში. პრაქტიკულად ზვიადი ჩამოვიდა იმისთვის, რომ აფხაზეთის ნაწილი გადაერჩინა. ეს მოტივი მისი აი საჩქარო ჩამოსვლის ის იყო, რომ ჩამოვიდა განაცხადა, მე მიყვის რატო არ იცის ხალხმა, რატო დაავიწყოთ. არაერთ ინტერვიუში, მიტინგებზე განაცხადა, განსაკუთრებით ესე საგანგებოდ ჩამოვიდა, იმიტომ რომ ეხლა საკითხი დგას იმის შესახებ, რომ აფხაზეთი დაიკარგება. მეორე დღესვე წავიდა ფრონტზე. ჩამოსვლისთანავე, მე ესე იგი არ ვიცოდი, რომ ჩამოვიდა და მე ვფიქრობ, ზვიადი დაიცავს იმ პირობას, რომ მე უნდა ჩავიდე გროზნიში და მე მოვახსენო. მაგრამ აფხაზეთში იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ დღე-დღეზე ვიცით, რომ აფხაზეთი უნდა დაიკარგოს. მანამდე განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ განცხადება იმაზე, რომ მზადდება აფხაზეთის დაკარგვა, გავაკეთეთ სესიის დღეებში. ყველაფერზე ეტყობა, რომ გადაწყვეტილი აქვს შევარდნაძეს განკარგოს აფხაზეთი. მოგდის ესე იგი დაზვერვის ცნობები, რომ აფხაზებს დაურიგეს ზატორი ქვია, საკეტი ზარბაზნების. ტექნიკა მიაწოდეს, რომ აფხაზებს მოსაზღვრე სოფლებიდან გაყავთ ქალები და ბავშვები. ეს მხოლოდ იმის ნიშანი, რომ აფხაზები ემზადებიან დარტყმისთვის. ჩამოვიდა ზვიადი, ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად. ფაქტია, რომ ჩამოვიდა. მეორე დღეს წავიდა ფრონტზე და წარმატებითი შეტევა დაიწყო. ფრონტზე მთელი ხუნტის გენერლები ასე დაუდგენ ზვიადს. გვიხელწვანილებ. შეიქმნა უდიდესი საშიშროება, წარმოვიდგინეთ, ესე იგი ხუნტის სამხედროებიც კი დადგენ გამსახურდიას ქვეშ. დაიმორჩილენ მას. ერთი-ორი გენერალი გადახტა ფანჯრიდან და გაიქცა შტაბში, რომ მივიდა ზვიადი. იმის ქვია, აფხაზეთის ფრონტის შტაბს. დაიმორჩილენ ზვიადს. მეორე დღესვე დაიწყო შეტევა სოხუმისკენ. და უნდა ვთქვა, რომ ძალიან წარმატებით, ესე იგი დიდი სამხედროები და დიდი ისინი ჩვენ აყვავდა იქ გენიოსები, მაგრამ ისე დაიგეგმა ეს ოპერაცია, რომ ესენი მიიწევენ და აი სოხუმის უნდა გახსნან აღმოსავლეთი გასასვლელი სოხუმისკენ. და სოხუმი ალყაშია ამ დროს, ალყა უნდა გაარღვიონ. მაგრამ ამ დროს ხდება საოცარი რაღაცა, ესე იგი ამ წარმატებას ჩვენი პოზიციები და ეს ბომბავს ჩვენივე პირობით ჩვენი, ესე იგი. იმასთან ერთად ვისთანაც ჩვენ უომობთ артиллерия და გრადები. მეორე მხრივ ტანკები და მძიმე იარაღი, რომელიც ემორჩილება შევარდნაძეს, უცბა ფრონტს მიატოვეს და სვანეთის გავლით წავიდნენ თბილისისკენ. სამეგრელოში არც გაუვლიათ. დაიწყო კატასტროფა აფხაზეთში. კოსოვოში 70,000 ტოლი რო გამოჩნდა, მსოფლიო მასშტაბით გამოაცხადეს ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ პატარა ზუგდიდ 60,000 კაცი ცხოვრობს. მოაწყდა 200,000 კაცი. ალბათ. არც ერთი ადამიანი ქუჩაში არ დარჩენილა, არც ერთი მშიერი არ დარჩენილა. საოცრად ეფექტურად იმუშავა კანონიერმა ხელისუფლებამ. აი 2-3 დღეში შემოსული 250,000 კაცი დააბინავა, დააფურა და ასე შემდეგ. მეტიც, აი წარმოიდგინეთ, აი ასეთ პირობებში რკინიგზა ჯვრიდან ფოთამდე არ მუშაობდა, მავთულები მოპარული იყო სულ. 3 დღეში აღადგინეს. გმირულად იმუშავეს რკინიგზელები. 3 დღეში აღადგინეს მიმოსვლა სარკინიგზო და ჩვენ შევძელით ჯვრიდან ჩამოსული ხალხის და ზუგდიდიდან გადაადგილება აღმოსავლეთისკენ რკინიგზით. უზარმაზარი მიღწევა იყო. ზუგდიდიდან ყოველ დღე 60 საბარგო მანქანას სავსეს პურით ვაგზავნიდით თაში, სადაც პოლვილები გადმოდიოდნენ და იქ ყრიდნენ ამ პურებს, რომ იმათ ხელში მოხვედრილიყო, შიმშილთან მომყარიყო. ნუ ასეთი რამე მოხდა, ისე ყველაფერი ნორმალურად იყო. ჩვენი საქმეები ფანტასტიკურად კარგად მიდიოდა საამბალტინის ეს რა ქვია, საექსპედიციო კორპუსი გამოჩნდებოდა. ფანტასტიკურად. ძნელი დასაჯერებელი ასეთი წარმატება. მე არ ველოდებოდი ასეთ წარმატებას. პრაქტიკულად ქალაქებს იღებენ შტურმით კი არა და შეტევით. ქალაქებს ჩვენი შედიან. იქ არავინ არ ხვდებათ. ესე იგი, მოწინააღმდეგე ეუბნება, რომ იცი გითხარით ოდის შემოხვალთ, რომ შემთხვევით ერთმანეთს არ შევეტაკოთ და სისხლი არ დაიღვაროს. აი ესეთი სიტუაცია. გითხარით წინასწარ, რომ გავიდეთ. არავინ შევარდნაძეს აღარ აყავს, აბსოლუტურად კაციშვილი არ აყავს. კაციშვილი. მოწინააღმდეგე აღარ აყავს. ისეთ ჩქარა მივიტეთ, უკვე წინსვლის სისწრაფე გახდა პრობლემა. მოგეხსენებათ, შეერაღებული ძალები წირო გადადის, იმას რაღაც ზურგი უნდა მიყვეს.
იმდენად ცარიელია ფრონტი და ისე იოლად მიდიან ქალაქიდან ქალაქში, უკვე პრაქტიკულად უკვე ზუგდიდში შტაბი აღარ შეიძლება რომ იყოს. ზუგდიდი გადააგდეს სენაკში და სენაკში, იმიტომ რომ ახლო იყოს იმასთან, რა ქვია, ჩქარა ხდება წინსვლა ძალიან და წინ ხალხი მიდის, მოდის იქ ზვერავენ და ამბობენ არავინ წინ არ ადგას. არავინ წინ არ გიდგათ. ამ დროს ესე იგი აცხადებენ, რომ მოხდა სომხეთის ბლოკადა, სომხეთის შიმშილით იხოცება ხალხი. ესეთი საბაბია ბალტინის შემოყვანის, ეგა ჩვენ კი ვიცით რაც არის. როგორც კი ბალტინის ეს არმადა გამოჩნდა იქ, ამდე ტანკები გამოჩნდნენ, ბათუმიდან წამოვიდა, აღარ მახსოვს 20 თუ 30. ყოველ შემთხვევაში არანაკლებ 25 ტანკის. ძალიან ბევრია 25 ტანკი. 25 ტანკი, როცა შენ ტანკს საწინააღმდეგო რესურსები დიდი არ აქვს, მეორეც ერთი პროვოკაციულად იქცევიან და დგანან, ესე იგი ელოდებიან, რომ რამე მოხდესო დაგარტყან. და ეს ბალტინის ისა, ესე იგი ჯარისკაცების რაოდენობა თავისთავად 5000-მდეა რუსის, მათ შორის ეს ყველა დამკვირვებელი ძალებია და ფლოტის артиლერიის ძალა ძალიან დიდია. ესე იგი, რომ ბომბავენ სამეგრელოს სულ აიქით უკიდურეს სოფლებს თისკენ. და ჩვენ ამათ ვერ ვხედავთ წესიათ ამ გემებს. მე ვიყავ სპეციალურად ფოჩი გავედის იქაც სანაპიროზე, რომ ენახა სად არის ეს გემები. ეს გემები ჰორიზონტზე ჩანან, ზოგი არ ჩანს. და იქიდან 20-30 კილომეტრიდან აიაკ ბომბავენ, ისე შენ ვერაფერს ვერ უზავ. და სხვა შორის ისიც უნდა ვთქვათ, ეხლა რომ დიდი უკმაყოფილება ატყდა ხალხში. თემ ხალხი ამბობს ზუიათეუნად, ზუიად აი სახლებს ვინგრევენ, ბომბავენ, თუ შეგიძლია დაგვიცავი და თუ არა და ძალიან ისეთი სიტუაცია შეიქმნა. ნუ ესეთი სიტუაცია რო შეიქმნა, დღეს ვიგებთ რომ ესე იგი უკვე წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ ჩვენები და სენაკში ისინი შევიდნენ. შედიან როგორ ესე იგი შედიან რა თქმა უნდა რუსები, მაგრამ ფოტო გადაღებებისთვის ყავთ ერთი მუჭა ხუნტის ჯარისკაცები, რომ ისე არ ჩანდეს, რომ ვითომ ისინი მოიწერენ ზუგს და რუსები ყავთ. უბრალოდ ეს ანგრევენ ჩვენ ჯარებს რუსები და შემოდიან, მაგრამ დიდი შეჯახება არ ყოფილა. ისეთი. ამ დროს ესე იგი გადაწყდა რომ ესე იგი უკვე წინააღმდეგობა ძალიან ძნელია და საკითხი დგას პარტიზანულ იმაზე გადასვლაზე, პარტიზანულ ბრძოლაზე. არ არის საშუალება ღია ბრძოლით მოუგო მაგათ. ხო და აი ამ დროს სწორედ ისე მოხდა რომ შესთავაზე ზვიათ რომ საბაზოდ გაიხადოს აფხაზეთის ტერიტორია. საქმე იმაშია რომ აფხაზებთან კონტაქტი მუდმივად ჰქონდა. საკუთრივ აფხაზებთან და კონფედერაციასთან. სიტყვაზე ძალიან მეგობრულად იქცევიან. ისინი ამბობენ ასე, ჩვენ ვართ ძმები. ჩვენ ერთმანეთს შორის არაფერი გასაყოფი არ გვაქვს. ერთადერთი მიზეზი ამ სისხლის არის შევარდნაძის კრიმინალური ბანდიტური რეჟიმი და შევარდნაძის ბანდიტები. ჩვენ ვცნობთ პატივს ვცემთ ჩვენ პრეზიდენტს, ვიაც ეძებნებენ ნაშ პრეზიდენტ. და აი ასეთი კეთილგანწყობა ჩანს სიტყვიერი მაინც. იმაზე თუ არ ამბობენ რომ იქ აი იყო ვთქვათ ვიღაც ხალხია ჩარჩენილი რომელიღაც სოფლებში იმათ აქეთ გამოსვლა უნდა დაჭილები არის იმათი გამოყვან ყველაფერზე ამაზე ჰუმანიტარულ ნაწილზე სხვაზე არ არის სამხედრო ნაწილზე არ არის აბა ძალიან კარგად თანამშრომლობთ ესენი ამბობენ რომ ტოლილებს ზეად ეკითხება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტოლილები დააბრუნოთ ესენი ამბობენ როგორც კი სამხედრო საშიშროება მოიხსნება რომ ხუნტა ისევ შეიჭრება იქა ისინი თანახმა არიან პირველ რიგში გალის რაიონში მიიღო და დაანჩენ ყველა ტოლვილებიც. არაფერზე უარს არ ამბობენ. ლაპარაკია ვადებზე და ასეთ დეტალებზე. ასეთ ვითარებაში, ესე იგი ისინი გვთავაზობენ, მე არ ვიცი ვინ მოელაპარაკა, მაგრამ შემოთავაზება იმდენად ვიცი, რომ წავედით აფხაზეთში, მე არ ვიცი როგორ მოხდა. გადავედით აფხაზეთის მხარეს. ქიშმარია ვინმე ქიშმარია არის მოლაპარაკებას ვინც აწარმოებს მე გავიგე რომ ეს ქიშმარია ყოფილა იმათი მხედართავარის აღმოსავლეთის ფრონტის მეთაურის ძმა ეს მოდის ჩვენთან გველაპარაკება და ყველა საქმეებს ეს კაცი აგვარებს და გადავედით აფხაზეთის მხარეს შორს არ წავსულოთ გითხეს ვაგერ მოიცადეთ თქვენ დაგვაბინავეს ერთ ენგურის პირას ერთ სახში მოიცადეთ და ჩვენ გავარკვევთ სამხედროები ჩვენი პოლიტიკოსები ესე ვთქვათ გავჩერდით და სამხედროები მოვილაპარაკებთ რა ვქნათ ჩვენ თქვენ მოგეხმარებით ზუსტად ეკითხება კი მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რუსების წინააღმდეგ ბრძოლა ესენებო მე არ არის პრობლემა
ჩვენ თუ ესე იგი მოვილაპარაკებთ რუსები არ არის პრობლემა. მე თქვენ ამას დაგიმტკიცებთ ისინი ამბობენ მეტი. რომ ესე იგი რუსები ჩვენთვის პრობლემა არ არის. რა ძალები დაგვახმარეს ასე ვთქვათ. დაგვახმარეს ერთი ავტობუსი, რომელიც სანახევროდ გოგონებია, ახალგაზრდა გოგოები. ერთი BRDM-ი, ერთი BMW. თუ BTR-ი და BMW. ეს რაღაც. რომელსაც წინაწერია დიდი ასოებით, თეთრი ასოებით, აფსნი. შემოვიდნენ ზუგდიდში მთელი ეს ასე ვთქვათ. ეს პატარა შეერაღებული მათი ძალა. იქ უკვე რატომღაც ჟურნალისტებმა უცხოელებმა და რუსებმა ყველა მიციან, ყველა მოამრავი ფოტოსურათი გადაუღეს და შემდეგ დღეს დაიწყო ასე ვთქვათ შეტევა სენაკს. ძალიან წარმატებით და მარტივად მოხდა ეს ისა. ჩვენების გამოჩენა და მისვლა და თითქმის უბრძოლველად, პატარა ბრძოლით ასე ვთქვათ, ხუნტამ და რუსებმა უკან დაიხიეს. ძალიან გამიკვირდა. ჩვენი ძალები ისევ იძალებია, რაც ქობალიას ყავდა. პლუს დაგვემატა ესე იგი ნახევარი ავტობუსი გოგონები, ერთი BMW და ერთი BTR-ი. ისინი ამბობენ, რომ ტანკებიც დაგვეხმარებიან და ზუსტად ეკითხებიან, სადაა თქვენი ტანკები? მე აგერ ხიდზე ვიყურები, ერთ ტანკი არ გადასულა. აი ტანკები რო არ დახონ, ქვედა ხიდიდან გადადიან და ზუსტად თავს მიკრავს ეტყვილებიან. და მოგეთ ისე მოხდა, რომ პატარა ძალებმა საკმაოდ ეფექტურად დაამარცხეს ფერი. მეორე დღეს მთელი ეს ჩვენ ვინც უნდა მოხმარებოდა ეგრეთ წოდებული ისინი პიპინის ხედავ შემოვიდნენ ზუგდიდში. სიგნალები და დიდი გაწამატი დადგენ მოედანზე. ისევ გადაუღეს ჟურნალისტებმა სურათები ამ 15-20 შეერაღებულ გოგონას და კაცს, BTR-ებს და ესენი წავიდნენ აფხაზეთში. ამა დაგვანახეს, რომ იმის გაკეთება შეუძლიათ, რასაც ამბობენ და ჩათვალეს თავის ფუნქცია შესრულდა და გავიდნენ. მეორე დღესვე დაიწყო შეტევა ისევ სენაკის წინააღმდეგ. ისევ რუსები და ესენი ისევ შემოვიდნენ იქ ჩვენ ფრონტი გაირღვა და ისევ დადგა საკითხი, რომ საწავიდეთ ისევ აფხაზეთში. მე წინააღმდეგი ვიყავი, მე ვკითხა ჯობი აქ თაში ავიდეთ, მაგრამ არც მანქანა მყავს, არც არაფერი საწავიდე, ფეხით ხო არ წავა. გამომიარეს ზიადმა გამომიგზავნა თავის მანქანა, ჩამოსვეს იმ მანქანაში და იმ მანქანით გადავედით აფხაზეთში. წინასწარ მოლაპარაკება ასე იყო. პირველი გადასვლისას, როდესაც ზვიად შესთავაზეს, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან შეაფაროთ თავი, ქეშმარიამ, ამან, ზვიადმა უთხრა, კარგი იქნება, რამდენი კაც შეგვიძლია გადმოვიდეთ. იმათ პირდაპირ უთხრას, ერთ მიკროავტობუსში რამდენით ჩაეტევით. და მართლაც პირველ გადასვლაზე ზვიადიც, მეც და რამდენიმე კიდე მისი ეგრეთ წოდებული მცველები, დამხლები პირები ერთ ავტობუსში ვიჭიქით. რაფით გადავედი, იმით რა ქვია, ხო, რაღაც ეგეთი ავტობუსი, პატარა ავტობუსი, მიკროავტობუსი. ხოთ მე გადაჭდა ზვიადი ვოლგაში. პირობა შევასრულეთ, მართლა მიკროავტობუსით გადავედი. მაგრამ ზვიადმა პირველ ჯერზე უთხრა, რომ აქო მეტი ხალხია, ვისაც შეფარება ჭირდებაო. სამხედროები თავის თავს მიხედავენ, იმის სამხედროები არიან, პოლიტიკოსებში არიანო ისეთები, ვისაც კიდე ჭირდებაო. მეტი ხალხიო. ეს მიკროავტობუსიო იქნებაო ისე, რომელსაც თავისუფლად შემოსვლა შეიძლებაო და ისევ და დანარჩენებსო თუ საჭირო გახდაო. მოლაპარაკებით შემოუშვებთო. ესე ჩვენ გადავდივართ აფხაზეთში ისე, რომ თავისუფალი მისვლა-მოსვლა გაქვს და თუ ზვიადს ვინმე დაჭირდება კიდე ყოველ ცალკეულ ადამიანზე კონკრეტული ნებართვის აღებით შეუძლიათ შემოვიდეთ. არა, სხვა გზა არა, მეკითხი ზვიადს. სხვა რა გზა გვაქვს? რა უნდა მეთქვა და გადავედით. ჩავედით იქ ერთ სოფელში და ძალიან კარგ ოჯახში დაგვაბანაკეს. ასპინძელი დაგვხვდა, ძალიან კულტურული კაცი, ეკონომისტი. იმის მამა აფხაზია, მაგრამ აფხაზური არის ის, მარტო ქართულად ლაპარაკობს, პებერი კაცი, ზვიად სრემლებით შეხვდა. ოჩამჩირეს აქეთ დინარის გამოღმა ერთ-ერთ სოფელში, არ ვიცი სახელი რა იყო. ის კაცი ტირის სრემლებით შეხვდა ზვიადს, ზვიადი გენაცვალე, გვიშველე რამე, აი უმეზობლო დავჭი, მე მარტო ცხოვრება არ შემილია, მოუკვდები. ზვიადმა დაიმედა, რომ მალე ახლა ჩვენ დავმეგობრდით და ყველაფერ პრობლემას გადავწყვეტავთ. ასეთ ოჯახში ვცხოვრობ. ყოველ დღე სუფრა.
რიპორმარილი არის ჩიტის ძე არაკლია, ჩვენ აფერა გადაგვიტანია თან. ეს აფხაზებს რო გაიგეს რო იქავათ, ზვიადი რო იქ არის. ესე იგი მოაქვთ და მოაქვთ ძღვენი. გლეხებს ახლო მახლო სოფლებიდან. ზოგს ციკანი, ზოგს გოჭი, ზოგს ეს ბოლოს აპირებდნენ თეთრი ხარი უნდა მივართვადო თურმე რაღაც წესია. პრეზიდენტი ყველა ამბობს მას პრეზიდენტი. ისეთი მეგობრული გარემოა თითქოს არც ომე ყოფილა არც არაფერი. სულ გარშემო არის საშინელი სურათი. ამაზრზენი სურათია, მტერს არ უსურებ მაგ სურათის ნახვას. ესე იგი ეს ჩვენი აყვავებული სოფლები, ეს წალკოტი ალაგ-ალაგ სახლები იწვის. მე იმ ქეშმარიას ვკითხეთ რომ რატო იწვის ეს სახლები? იმის მერეაც ხალხმა მიატოვა, თვე გავიდა 2 თვე. ესო წავენო იმების სახლებს, რომელიც დადგინდა რომ იარაღით ხელში გვებძოდაო. ესე იგი ამაზენი სურათია, ესე იგი ისეთი სურათია, რომელსაც ადამიანს ქვისგული უნდა კონდეს, რომ არ იტიროს. ეს უზარმაზარი ტერიტორია, ეს 64, ეს წალკოტი არის გაუკაცრიელებული გოჭები, ქათმები, ხბოები დარბიან ქუჩაში, ეს ყველაფერი. ყველგან ყრია ბუმბული, სახლების კარები და ფანჯრები გაფეთქილი. საზარელი საანთხოვი. ხო, დავმინავდით აქა და არ მახსოვს. ნუ აფსანზე ქობალია ნაკლებად. აფსანზე შეუდგა ასე ვთქვათ დიპლომატიური ურთიერთობების აგებას და დადის ჩადის რა ქვია, სოხუმში კიდე რაღაც მოლაპარაკებებს ეწევა. ჩვენ ჯერჯერობით უცდით რა იქნება. ზვიადი სულ თხოვს ამ აფხაზ მხარეს, რომ რამენაირად მოხერხდეს მისი შეხვედრა პირველ პირებთან. უამრავი ხალხი მოდის, სამხედროები, პოლიტიკოსები, არ ვიცი ვინ. პირველი პირები არ გვეკარება ახლოს. საერთოდ კონტაქტზე არ გამოდიან. მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ერთი დღე. ამ დღეს რა მოხდა? ამ დღეს მოხდა ის, რომ მე ვსეირნობდი ბაღში და დამიძახეს სუფრა არისო სტუმრები ყავს. შევედი ხედავ რაღაც სუფრა ერთს ვცნობ, ვის ვცნობ? ქეშმარიას უფროს ძმას. ეს დაჩენები კიდე, მაგრამ ისე პატივისცემით ელაპარაკება ეს ქეშმარია იმათ, რომ მასზე დიდი ჩინის ხალხი ჩანს. ყველა თუმცა ტანზე სამხედრო ფორმა არავის არ აცვია. ყველა სამოქალაქო ტანსაცმელშია ხო და იქ იყო ერთი ვინც დავმახსოვდა ზარანდია ვინმე, რომელიც ძალიან ცუდი შტაბეჭდილება დატოვა, იმიტომ რომ ტრაბახი თქვა რომ ესე იგი თურმე დაუხრეტია ის რა ქვია, არ მახსენდება გვარი. შარტავა თურმე მაგის ხელი დახრეტილი. ეგ გავიგე ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი. და თუად გავხდი და მე ზვიად მომეთხა რაღაც არ გაიფერიო და გაისეირნეო და გავედი. არ მინდოდა მაგ კაცის გვერდზე ჭდომა. სხვები არ ვიცი გვარები ვინმე. მე რო ასე გავიარე, გამოვიარე, ცოტა გამიარა ამ რა ქვია შოკმა. შოკი ზიზღის შოკი იყო, ვაკე არაფერი. რომ ასეთ კაცთან ერთად იძულებული ვარ ერთად ვიჯდე და ჭიქა ავწიო ხო და. ზვიათაც ასიამოვნდა, არ ესიამოვნდა, მაგრამ არ გაუგია ზვიათს ამარა, თქვა ჩემ გვერდზე იდგა და მე ჩემთან დაიტრაბახა. პირად ლაპარაკში ხო? შემოვედი ისევ და მე იქ ადგილი დაკავებული დამხდა, კიდე ვინმე ვიღაც მოსულა ამასობაში და ის დაუსვია ჩემ ადგილზე და მე აქეთ დავჯექი სუფრაზე, არ ვეკარები ახლოს უკვე, იქ აფხაზური წესია სუფრიდან თუ ადექი, მე ვეღარ დაჯდები იქ. მე ვიცავ ამ ზრდილობის ნორმას. სუფრასთან კი ვარ, მაგრამ არ ვუერთდები და მესვის лапараки, რომ ესე იგი ებნემ ზვიად констативно, что видели, удостоверили, что мы можем сделать то, что мы предлагаем. Зуятевнева, да, но вот почему вы прекратили вот это все, почему они ушли, обиделись ли? Херлобаши ехро, из Абхазеба уцат меятовос, ойлгуари им изгарачи, да табрунте нука. Аматхазу настало время оформить наши отношения. Зуятев, в каком смысле? Ну, мы думаем, что грузинская сторона должна признать суверенитет Абхазии, независимость суверенитет Абхазии, а потом Республика Грузия и Республика Абхазия заключат федеративный договор. С грузинской стороны вы законный президент, подпишите вы, с нашей стороны подпишет наше правительство, вот у вас и премьер-министр здесь, и, подпишем этот договор, и через 2 недели вы будете в Тбилиси. Я говорю, как?
Там же русские войска. Вы же видели, что они отступают, как только мы будем наступать. Но если не отступать, я вас уверяю, что они не только будут отступать, но и помогут нам войти в Тбилиси. А это для бараки. უნდა ერთი რამე დავამატო, რომ რუსების შემოსვლისთანავე ჩვენებს ჰქონდათ რუსებთან კონტაქტები. კონკრეტულად გვარები არ მახსოვს ვის. მაგრამ იმათ ასეთი ამბავი მოიტანეს, რომ რუსები ასე ამბობენ, ჩვენ თქვენ არ გერჩით. და ვინც ისეს გახდეს, რომ იმათ კი არ მივეხმაროთ, ანუ შევარდნილს, თქვენ მოგეხმაროთ. ეს არის 2-3 დღით ადრე. და მე ესე იგი ელდამეცა. ესე იგი ესე ინსტილობენ ჩვენი სავალალო მდგომარეობით ისარგებლონ და ზույაც ამითი მოაწერიონ ხელი აი ფედერაციულ ხელშეკრულებაზე, სახაროვის გეგმაზე, რომელზეც კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ზვიადი. რომელიც დღეს ისევ დგას დღის წესრიგში. ამაზე ზვიადმა უპასუხა. Это невозможно. თავისად დახარა. თვალებში აღარ უყურებს არავის. იმ წამს ისინი ადგენენ ყველანი და წავიდნენ. არავი არ გამოგშვიდებია, არც ნახვამდის არ უთქვიათ. ერთი შაიმიევი იყო იქა, რომელსაც გროზნი დავიცნობდა, იმან ესე იგი რაღაცნაირად მეგობრულად ხელი ჩამოგვართა და წავიდა. კიდე ერთი დღე გავიდა, ასე არავინ არ გაჰგვარებია და მეორე ღამის პირველ საათზე მოვიდნენ და გვითხრეს, რომ აფხაზეთის ტერიტორია უნდა დავტოვოთ. ესე იგი პრაქტიკულად გამოიკვა, რომ ისევ ესე იგი უნდა დავბრუნდეთ ხუნტის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საცა ყავს რამდენი მტერი. ხუნტა, გვარდია, ხედრიონი, რომელიც ძარცვავს გამალებით იქაურობას. რუსის არმია და თვითონ აფხაზ კონფედერატები. 4 მტერი გვაქვს ერთადაგივე ტერიტორიაზე. აფხაზების და კონფედერაციის ხალხი ისე დადის სამეგრელოს ტერიტორიაზე, რომ არაფერი არ უშლის, მეგრულად ლაპარაკობენ. კაციშვილი ამ არის ის ვინ არიან და ისე დადიან აქეთ იქით თითქოს თავის საკუთარ სახლში. მიგაცილეს საზღვრამდე. მიგვაცილეს ქვია, კანოით მიგვიყვანეს საზღვრამდე. ის ამბობს რა ქვია, რობინზონი ამბობს, რომ აქ გადასვლას გვიჩვენია, რომ ჩრდილოეთით გადავიდეთ. რიონის უფრო ზედა ნაწილში, საცა ისინი ნამდვილად ისინი ამბობენ, რომ არა, აქ უნდა გადახვიდეთ. ასე თუ ისე რაღაცნაირად გადმოვედით იქა და ამით ესე იგი ეს აფხაზეთში გადასვლის ეპოპეა დასრულდა, მაგრამ ეს მე ისთვის მოვყევი აქ. ხშირად რომ ეკითხოს, რატომ მოხდა, რა მოხდა? აი მიზეზს გეუბნებით პირდაპირ. აი ეს იყო ესე იგი აფხაზების მხარე მოგვეხმარა, ასე ვთქვათ, პირობითად, სიმბოლურად, მხოლოდ იმიტომ, რომ დაენახვებია ზვიადისთვის, რომ თუ ხელს მოაწევ ფედერაციულ ხელშეკრულებაზე, შენ ხარ პრეზიდენტი. არ მოაწევ ხელშეკრულებას, დარჩება შევარდნილზე და შენ დაღუპული ხარ. ზვიადმა დაღუპვა არჩია ამ ფედერაციულ ან სიამბლის კონფედერაციულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რომელსაც დღეს ესე იგი აცხადებენ უდიდეს მიღწევას. გადაცემის გენერალური სპონსორია TBC ბანკი. გადაცემის გენერალური სპონსორია TBC ბანკი. არ ვიცი რა დავარქვა ამას, ეს ჩვენი იქმალვა სხვა პერიოდში სხვა რამეს წარმოადგენდა. პირველ ეტაპზე ეს იყო, რომ ზვიადი რაღაცნაირად ცდილობდა მაინც რაღაც პარტიზანული მოძრაობის აწყობას. პირველ ეტაპზე. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ზარანდიას ბანაკში მივიდოდით. ზარანდიას ბანაკში მივედით იმ მოტივით, რომ ჭორები დადიოდა, რომ ზარანდიას იქ ყავს 50 კაცი, 2 ტანკი და რაღაც მნიშვნელოვანი ძალა. მივედით და რას ვხედავთ? საცოდავი 5 თუ 6 ბავშვი. ბავშვები. 14-15 უფროსი ალბათ 17 წლისაა. 5-6 თვითონ ბადრი და რადისტი ყავს და რადიო აქვს. არავით არის ტექნიკა, არავით არის არაფერი. შიგნით არის ერთი პატარა ბეტონის შენობა, სადაც 4 ლოგინი ეტევა. მაგრამ ბუხარია, უკვე ცივა ზამთარი ყინავს.
ბუხარია. ცხოვრება რაღაცნაირად შეიძლება, მაგრამ ჩვენ რომ მივედით, ეს ბავშვები დარჩენ ქუჩაში. ამაძინავს ამის მერე გვირაბში, სიცივეში და სინესტეში. თუმცა მაინც უთმობთ ადგილს, რომ დღისით მაინც მოვიდენ და ლოგინში თბილ ოთახში, თორემ დაიხოცებოდნოთ. ყველა გაციებულია და სურდო აქვს და აი ამის მერე უკვე ზვიადს ხასიათი ძალიან წაუხდა. ზვიადი მიხვდა, რომ პარტიზანულ მოძრაობას ვეღარ აწყობს და აქ არავითარი ძალები არ არის პარტიზანული მოძრაობა. სხვა დრო სხვადასხვა არის. გააჩნია როგორი გადასვლა იყო. აი აქ ზარანდიასთან წამოვედით და გვითხრეს, რომ ესე იგი ძალიან მძიმე გზა, ეს იყო ყველაზე მძიმე და გრძელი გადასვლა სიგრძით. რომ უნდა წავიდეთ სუბუქად. ჩვენ ტვირთვი გვაქვს უზარმაზარი. ესე იარაღი მოაქვს ამ საწოდავ ეგრეთ წოდებულ ზვიადის ცველებს, ეგრეთ წოდებულს, იმიტომ რომ ეს არიან მოხალისეები, ხა იმას ცველი ქვია რაღაც ოფიციალურ ცველს, ეს მოხალისე ბიჭები არიან. ამათ თითოს 50 კილო, 60 კილო იარაღი მოაქვს. იმდენი იარაღია, რომ ერთ გადასვლაზე ცხენს ვრავკიდეთ, ცხენი წაიქცა. და ვეღარ ავაყენებთ. თითოს 50 კილო მარტო პატრონები და გრანატამეტები და რაღაცეები კიდია და მეგზურმა გითხრა ესე ვერ წამოხვალთ. თვითონ ვიღაცამ ცალკე წამოიღოსო და ჩვენ ფეხით უმკლეზე გადავალთ. აქ მაგალითად გავიყეთ. ბაჩუკი იყო და თუ არ ვცნები გოჩა. და მე და ზვიადი. ჩვენ მოკლეზე წავედით სუბუქად და რობინზონი ჩაუდგა აი ამ შედარებით დიდ გუჯურს, რომელსაც სქენებით უამრავი ეს მოაქვს, საჭურველი მოაქვს და ეს ამათ შორიდან მოუარეს, ძალიდან დაიკარგენ მე ერთხანობას მთაში. გლებს კი ნაღამ შეუჭამიათ, ძალიან სულ ადგილებში იარეს და მე მოვიდნენ იმ ბანაკში. ისე არ იყო, ყველა ერთად დავდიოდით. არ იყო მაგის უბრალოდ საშუალება. ისე თუ გინდათ ვინმეს ძალიან გახალისდებათ, გამოცადოთ, რას ნიშნავს ჩვენი იქ ყოფნა, აი ის ბატონებო და ქალბატონებო იარაღი და წამოიწყეთ პარტიზანული ბრძოლა ანაფხაზეთში და იქ დავინახავთ ხე როგორ გაძლევთ 2 და 3 კვირა. ან გადადით ჩეჩნეთში შევუერთით რომელიმე პარტიზანულ რავს და ცოხალ იმათთან ერთად იყავით უბრალოდ. აი ეს მდგომარეობაში ვართ იქ უამრავი მტვერი გარშემო ვიცით რომ დავდებენ, ვიცით რადიოს უსმენთ სახშიროა ზოგჯერ ტელევიზორს ვიცით რომ ძვიადზე გამოცხადებულია დევნა. მე მინდა ერთი რამე აღვნიშნო. ამ დროს ერთ-ერთ ყოფნის დროს, საცა შენობაში ვიყავი და რადიო იყო, ტელევიზორი განცხადება თბილისის, რომ შევარდნაძე მიმართა მსოფლიო ქვეყნებს არ მისცენ თავშესაფარი დიქტატორს. ზვიადი მაინც რაღაცას ელოდება. მე არ მინდა ხალხს გული გაუტეხო რას ელოდება, მაგრამ გაკვირთ ვეტყვი რომ იცოდეთ. ზვიადი მაინც ელოდება რომ რაღაც პროტესტი იქნება. რომ რაღაცა იქნება, ვიღაცა იტყვის რომ აი ზვიადი დაუპირისპირა ხალხო მსოფლიოს მიმართავს. არაფერი არის, უსმენთ სვაბოდას არაფერი პროტესტი არა. მთელი საქართველო ჩაკვდა. ყველა შეძვრა სოროში. სოროში ვიძვრებიან ხო იცით? თაგუნები და ვირთხები. ყველა თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა. არც მიტინგი ზვიადის ხარდასაჭერად. არც არავით არის პოლიტიკოსების განცხადება, ვაი ვიში ატეხილი რომ. ამ დროს რა უნდა ხდება? მე მარტო ზვიადი არ იყო ხალხზე ნაწყვი. ზვიადმა ისიც ხალხი რაც არის. მე ვარ ნაწყვი. აი ჩვენ მე ბაჩუკი გოჩა სხვა ჩვენ ვართ საკუთო სასიცოცხლო სიკვდილს და სიცოცხლეს შორის. 2 თვეთი თქმის. აი ვინ დაიტრაბახებს დღეს რომ ჩვენ გადასარჩენად რამე გააკეთა. ზვიადის გადასარჩენად რომ რამე გააკეთა, ვინ დაიტრაბახებს. იცით თქვენ ვინმე ამბობს დღეს რომ მიტინგი მოაწყვეს არიქა. ზვიადს ემუქრება სიკვდილი. ზვიადი იმიტომ ყველა მიცის გროზნიში იციან რომ გროზნიში არა ვართ. გროზნიში გწლიან დაკარგულებად. ყველა მიცის რომ სადღაც გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. სიტუაციაში ვართ, როცა შევარდნაძე დაწოლით, არც ერთი ქვეყანა არაა თანახმად ჩვენ თავშესაფარი მოგწეს, ანუ ზვიადს. აი ესე მდგომარეობაშია და კაცი შვილი თიც არ ამძრებს. ზვიადი რადიოში ართავს, უსმენს, რომ იქნებ რამე პროტესტია, იქნებ მის მხარდაჭერა, რამე არაფერი არ ხდება. ეს ხდება ტყეში ხოლმე. არა, ხან ტყეში ვართ, ხან სახლში ვართ. უფრო ხშირად, ესე იგი, ამ ჩვენ მოგზაურობაში
რაღაც ასე სანახევროდ იყო, როცა ტყეში უფრო კარგია უსაფრთხო. ტყეში უსაფრთხო, მაგრამ გაუსაძლისია. ეს არის ზამთარი. ნუ რავი ნუ დაიტრაბახებს ახლა რომ იმ ექსკურსიით გაივლის იმ ჩვენ გზას, რომელიც გავიარეთ. ექსკურსიით. ეს გზა თუ გინდა თქვენ გაიგოთ რა არის? წადით აი ესე ჩაცმული. თუ ჩვენ ასე მოვხდით ტყეში. აი ესეთი ფეხსაცმელებით მოვხდით. ჩვენ ტურისტული არაფერი არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ აი როგორც აი ვიყავით იმაში რა კაბინეტში ასევე გამოგვიწია ტყეში გასვლა. დასაცველი არა გვაქვს, არავით აი ტურისტული მოწყობილობა, კარავი ჩვენ არა გვაქვს. საძიძილ ტომარა ჩვენ არა გვაქვს. ნაჯახი ჩვენ არა გვაქვს, ხეხი ჩვენ არა გვაქვს. აი ესე მდგომარეობაში დავეთრევით ტყეყრე, ცივა ზამთარია, სხვას თავი დაანაგე, ზაფხულში გადვილი 2-3 დღეს ხის ქვეშ ამოწვევი და იქნება ზამთარია, ყინავს ზამთარში. ღამე არის 3-4-5 გრადუსი ყინო. თავშესაფარი არა გაქვს. არ არის ისეთი ის რა ქვია. საჭმელი თავისთავად უძარმაზე პრობლემა, მაგალითად ერთი სრული 2 დღე აბსოლუტურად უსაჭმელად დავჭით. ესე ისე მოხდა რომ სოფლიდან უნდა მოეტანათ საკვები. სხვაგან ტყეში მთაში საუნავი ყავს, რესტორნებია მთაში თუ კაფეებია. ზოგს ასე გონია რომ მთაში წახვალ, იქ შეივლი კაფეში, აიღებ ბუტერბროდს და შეჭამ. მთაში არაფერი არა. უნდა ამოსულიყო კაცი სოფლიდან, რომელსაც ამოგიტანდა რაღაც საჭმელს. სოფელში ამ დროს დაარყეს ალყა, არის ჩხრეკები, ეს კაცი უბრალოდ ვერ ამოვიდა, გავიდა ერთ დღე არა გვაქვს საჭმელი. გავედით, შევაგროვეთ ისა წაბლი, ჭამეთ წაბლი. მეორე დღეს კაცი არ ჩანს არავინ. შევაგროვეთ წაბლი, ჭამეთ წაბლი. და წაბლით ღორი ცხოვრობს კარგად, ადამიანისთვის წაბლი არ არის. დავიმშით. თანიცით თაში რო ხარ მოძრაობ ცივა, ბევრ ენერგიას ხარჯავს. ბევრ ენერგია გჭირდება ძალიან. ასე მშიერი ვიყავით, მე ბიჭებმა მოკლეს ღორი. მოიტანეს ეს ღორი და ზვიადი ეპიზოდია საინტერესო, ზვიადის სახე ჩანს ამაში, ესე იგი არ იქა, ეხლა თქვენ ვიღაცის ღორი მოკალით, იმ კაც საჭმელი არ ექნება, იპოვეთ და გადაუხადეთ ფული. სალმა იპოვო თაში ღორის პატრონი. არ დაეკარა იმ ღორის ხოც ამ არ დაითანხმა რომ ფულს გადაუხდია. ნუ შევჭამეთ ეს ღორი და მშიერ კუჭზე სუქანი ნახევრად შემწვარ ღორს ხო შეჭამთ, მეხვდები რაც მოგვივიდა. სასტიკად დავიწამრეთ. სასტიკად, ესე იგი 2 დღე დავლასლასებდით ამის მერე. საერთოდ საჭმელს ვეჭამ. მერე ამოვიდა, კაცი ამოვიტანა საჭმელი. ესე მესამე დღეს 2 დღე სული შივრები ვიყავით აბსოლუტურად. აი რა არის მთაში ყოფნა და როგორი წვავეა საკვებით მომარაგება. ესე იგი ჩამოთვალოთ უარყოფით ხარები, საშინელი დაღლილობა. ეხლა გაზეთში წავიკითხე ერთი წეს ძალიან ჭკვიანი, ვითხებიდან და ლოკოკინებიდან ეს და თაგუნებიდან, რომლებიც რომ ესე იგი როგორ მოხდა რომ ჩაეძინათო, როცა პრეზიდენტმა თვითმკვლელობის აქტი ჩაიძინა. 50 დღე თქვენ წარმოგიდგენიათ? აი მე კიდე არა უჭის თუ და მე დასაწოლი იყო მე და ზვიად პირველში ზვიად და მე მქონდა დასაწოლი ეს საწოდავი ბიჭები ეს გასკოთ ერთი მომენტი ვაფთაში ვართ ყინავს გარეთ თულია ჩვენ ვართ კარავს ეძახიან რა არის დაწნული ისა რა ქვია კარზინკა ფაცხასავით რაღაცა პატეთიც და ქარი აქედან უბრალოდ იქე შუაში ათია შუა ცეცხლი დიდი ცეცხლიათი, იმიტომ რომ გაგვათბოს. და ეს თოვლი ამ ცეცხლის გამო დაბნარია და არის ტალახი. და ეს ცელები, თამხლები, ამ ცელი ის არ არის კარგი სიტყვა მაგათვის. ეგენი არის თანამგზავრები, ზვიადის რომელსაც გაიყეს ყველაფერი ზვიადთან ერთად. ესენი ტალახში წევნა. სველები, სველი ტანსაცმლით, სველ ტალახში. სათა აქეთ ყინულია და აქეთ ტალახია და წინა და კმესია. აი ეს ერთი დღე შეიძლება გასულა, 2 დღე შეიძლება გასულა, 50 დღე. ახლა აგე რო უყურებთ თქვენ, ყოველ დღე უყურებთ რა ხდებოდა იმის ციხეებში, ხო? რითი აწამებდნენ? 2-3 დღე არ აძინებდნენ. ხო? და დასავლური კანონით კაც 2-3 დღე არ დააძინებს, ეს იქნება უდიდეს წამებად. ჩვენ პირეები არ გვეძინა. ვერ დაიძინე ფიზიკურად. ჯერ ჩემზე 5-6 წელი უფროსია. ჩემზე უკეთესად დადიოდა მთებზე. ჩემზე უფრო ის იყო, გაჟივით იყო ერთის, 3 გახდებოდა რა თქმა უნდა.
და ეს ამატყოფობა კიდე სხვა მიზეზები არა, რამ გამოიწვია. ყველა ავად ვიყავით, რა თქმა უნდა. პირველად გრიპი დაგეტაკება, ეს გრიპი გაგივლის. მეორე წამალი არ აქვს. არავითარი წამალი თან არ აქვს, საიდან უნდა ქონდა წამალი? წამალი არ აქვს. ყველას გრიპი, ეს გრიპი ხდება ქრონიკული. ტანსაცმლის გამოცვლის საშუალება არ აქვს. გაცვია ჭუჭყიანი ტანსაცმელი. დადასამალია ხა 50 დღე ტანი არ დაგვიბანია. წადით მთაში, გაუფლიანდით ყოველ დღე, ტალახში იწექით და წარმოვიდეთ ტანი არ დაიბანოთ. მე მაგალითად ეგზემები გამიჩნდა, რომელიც მას მე არ გასულა ის ეგზემები სულ მაგ. არ გადის, მოჩე. დავავადი ხელები შეაიაქა მაქანთება, იმიტომ რომ ვცდილობდი რომ ციოდა ეს ხელი ამიფარებია, რომ ქარი აქედან უბერავდა. ფიზიკურად არის ძალიან ძიმე გასაძლისი ეს ყველაფერი. ყველა დავსუსტით, მარტო ზვიადი არა, ესე იგი, ნელ-ნელა ძალები ილევა, ეს ძალა არ არის უსასრულო. ძალები ამ გაჭირვებაში, ამ ყოველდღიურ 50 დღეში 15 ჯერ გამოვიცვალეთ ადგილი. ეს ნიშნავს, რომ 50 15 ჯერ ღამე გადასვლა, მარში ღამით. არმიებს არ უწევ და ჯარისკაცებს ეს ღამეთ, როგორც წესი ცუდი სეზონი, ხო გითხარით? სამთარია. ჭკაპი და თოვლი ყოველ დღე, ის არ არის, ერთი მოწმენდილი დღე არ ყოფილა. ზიანი. თოვლ ჭკაპი. მერე კიდე ერთი ფაქტორი ძალიან ძიმე. აღმოვაჩინეთ, რომ დღისით თუ კოცონს დაანთებ, ჩანს კვამლი. ისტერი ქვემოთაა და ხედავს თას. თუ კვამლი დაინახა, და იმან იცის, სადღაც შენ აქ იმალები. ამიტომ თუ არ იყო მოღრუბლული ამინდი აღამე, კოცონსაც ვერ ვანთებთ. ან მოფარებულში თუ არა ვართ. არის ხეობაში ისე ხარ მოფარებული, რომ ესაიდან ისინი ვერ დაინახავენ კვამს. ისე რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მთელი დღე ვერ დავანთეთ ამის შიშით კოცონი. რომ არ დავენახეთ. ეს კი ციცივე, ნესტი მიდიხარ თოლჭყაფში, სველი მიხვალ კარავში. და ეს ტანსაცმელი ამ ყინვაში უნდა შეგაშლეს ტანს. ამის შედეგად, რა თქმა უნდა, ყველა დაავადდა, ყველა ავათა. ყველა დასუსტება, ყველა უძინარია, უძინობა ხდება ქრონიკული. ვერ იძინებს სიცივისგან, ვერ იძინებს შიშისგან. მე რო გითხარით 50 დღე მარტო ის კი არა არ გვიბანავია, 50 დღე ტანზე არ გაგვიხდია. 50 დღე გძინავს ჩაცმობს. მე მაგალითად მეცვა 3 შარვალი, ყველა შარვალი რაც ხონდა, მეცვა იმიტომ ძალიან ციოდა. და თუ ისხდი ოჯახშიც რო იყო, ვიხდი მარტო ფეხსაცმელს. პრეზიდენტს რა არის? სულ ის რუხი კოსტუმი რო არის. შიგნიდან ჯეპრი ჩაიცვა რო ძალიან აცივდა, იმით შევიდა მდინარეში, აი ესეთ იმით ამოვიდა და მე 4 საათი სველმა იარაღი. და წვერები ყველები ზვიადი ბრძანება იყო. ხო წვერები ყველა მოუშვათო რომ ესე უბედურება რა, მე რა თქმა უნდა ვერავინ ვერ მცნობს. საკმარისია სათვალე მოვიხსნა. კაცი შვილი თქვენ ბესარენ გუგუშვილის ცნობილი არა. ნაკლებ ცნობილი პიროვნება, ვისაც უნახია ტელევიზორში და ღამე მივდივარ და ზვიადს ვუყურებ. ღამე. ერთი ღამე იყო რომ მივდივარ და ისეთია რომ თვარე ანათებს. ესე იგი კაცი არ შეიძლება საქართველოში რომ ზვიადი თუნდაც აი კი არ ლაპარაკობს. მიდის და არ იცნობს რომ ზვიადია. და თუ დაილაპარაკა ხო, იმის ხმას და იმას ალბათ დღესაც ახსოვს ხალხს ოში. აი ასეთ მდგომარეობაში ვართ. ესე იგი ეს 50 დღე ყველა მხრივ იყო უმძინესი. ესე იგი ერთი უიმედოთ ახარ. დამარცხებული ხარ. ზვიადს არ უნდა დაბრუნება უკან. არავითარ შემთხვევაში ყველანაირად უარს ამბობს ჩეჩნეთში დაბრუნებას. სულ იწევს იმაზე, რომ ბრძოლაში დაიღუპოს. ეს მარშრუტებს ვინ არჩევდა? მარშრუტების შერჩევა ხდება, ესეც უცნობია. აი ერთ ადგილას მიგიყვანეს. მე უნდა ზურაბ გუჩუა ვთქვა. ალბათ გაგიგიათ ეგეთი კაცი წალენჯიხის პრეფექტი. ეს არის ნამდვილი მეგრელი კაცი. ეს არის იდეალი მეგრელი კაცი. ეს არის როგორც თაფლი ტკბილი, როგორც ცვილი რბილი და როგორც ალმასი მტკიცე. დიდი ნაწილი მაგან გვიპატრონა. წაგვიყვანდა ერთგან, მაგრამ მეორეგან საწახვარ არ იცი. იცით გამოვიმუშავეთ ნელ-ნელა. იმ ხარ უნდა მოხვდეთ ოჯახში თუ მივდივართ საცალ ტოლვილებია. ტოლვილებში შეიძლება ბევრი შპიონი იყოს. ზვიადი უარს ამბობს მივიდეს ისეთ ოჯახში საცა ბავშვებია. რატო რომ ჩვენს მერე ბევრი შემთხვევები იყო რომ ოჯახს თავს დაესხენ. ისინი კუჩი მოგდებენ და ეშინია რომ ბავშვები ჩავარდეს
საშიშროებაში. ეს უნდა იყოს ოჯახი, სადაც ბევრი მიმსვლელი არ არის. იცი, ოჯახში სადაც ყოველ დღე 10-15 მეზობელი შემოდის, ერთ დღეს რო ეტყვით, ნუ შემოხვალ, იმას უკვე ეჭვია. აი ეს პირობები რო ჩამოვთვალეთ, გამოვიმუშავეთ, როგორ ოჯახში შეგვიძლია მისვლა. სადაც ცხოვრობს 2-3 კაცი, ბავშვები არ არის, ტოლვილები არ არის, უნდა იყოს ტყის პირას. რომ თუ დაგვესხენ, გეგმა ასეთია, იმათ შეიმუშავეს. რობინზონმა და სხვებმა. გეგმა ასეთია, ჩვენ ვიცით მე და ზვიად, მაგრამ ესენი ებმებიან ბრძოლაში. მე და ზვიადი და ერთ-ერთი მცველი გავდივართ ტყეში. ესენი ჩაითრევენ სროლაში და ბრძოლაში, რომ ჩვენ რაც შეიძლება შორს წავიდეთ და თუ მე საშუალება ექნათ ბრძოლიდან გამოვლენ. მოთ ის ხალხი უნდა გაიწიროს, ვინც ჩვენ გვიცავს. ერთ-ერთი გადასვლის შემდეგ ზვიადი უკვე ძალიან ავათაა. ძალიან არ ვიცით რა ჭირს, დასუსტებულია, ძალიან გამხდარია. მე ვნახე ფეხებს რო იბანდა. რომ მივედით ოჯახში იქ სამეგრელოში იციან თას მოგიტანენ და დიასახლის თუ არა ძალი გეუბნება დაგბან ფეხებს. ზვიადი მე ბაჩუკი ბანდა. ესე ბაჩუკიზე რომელიც ფეხებს ბანდა ზვიადს. მამას არ გაუკეთებს ბევრი შვილი. ესენი ასეთ საძაგლობებს იმაშვებიან უსინდისო ხალხი. და ბაჩუკი ბანდა ფეხებს და როდა შევხედე ფეხებს გამიგვირდა. აი ორი ასეთი თვალი. წვრილი. ზვიადი ასეთი რო ჩამოვიდა დათვივით იყო. აი ესე გამხდარა. აი ესეთია ზვიადი. და ეს ძიმე გადასვლა ჰქონდა ძალიან. წვიმაში, თქეში, საშინელ თქეში. აი ის ადრე იყო რო გითხარით მაგანაზე, როცა იმაში მივედით ბადრიზარანდიასთან. აი ეს გადასვლა ძალიან ძიმე იყო, იმიტომ რომ ძალიან ძიმე წვიმა მოდიოდა. ისეთი ძიმე წვიმა, რომ აბსოლუტურად ცოლები ვიყავ და ძალიან გრძელმა გზამ მოგვიწია გასვლის. და ზვიადს ესე იგი რომ შეხედავდი, თვალები ესე გადმოკარკული აქვს, აი ესე ძალიან გაყვითლებული, წუჩები დახეთქილი, დიდი წვერები აქვს. და წითელი აქვს სახე აბსოლუტურად ეთყობა სიცხე აქვს რაღაც 40 ალბათ. იმიტომ რომ ხურს ამ სიცივეში კი არ ისა ეთყობა რომ ხურს, აი ოქში ვარიანტის. რაღაც ესე იგი 40-ის არ ვიცი ახლა თერმომეტრი არ აქვს აფერი როგორ უნდა გაზო. ასეთ ვითარებაში ერთ ოჯახში მივედით და რატომღაც ზვიადს მოეჩვენა რომ ესე იგი ალყაში ვართ. მე ვფიქრობ სიცხისგან შეიძლება ბოდავდა. მაგრამ რა შეატოვ კაც თერმომეტრი არ აქვს არაფერი არ აქვს. თან ისიც უნავია ჩვენ დამოხრუჭებული ვიყავ ზვიადს ყველა პატივს ასწრებ და სულ სხვანაირ ეს არ არის რომ მეგობარს უთხრა რომ მეგობარი კი არის ჩემთვის მაგრამ ეს ის არ არის პრეზიდენტია ქვეყნის. ამას ვერ ეტყვი რომ იცი რა შენ ადექი კეთილინიბე დააწექი ლოგინში და დაიდე ცხელი ჩაიდალიე. და ზვიადმა გითხრა თქვენ იცით რა მოხდებაო ჩვენ რო ტყვეთ ჩაგვიგდონო? რას გვიზავენო? რა თქმა უნდა ყველა მეთქმა უთხარით ხო ვიცით, იმიტომ რომ თქვენც იცით კარგად და ყველა მიცით დასუშვებიან იმ ტყვეებს რომ თუნდაც ამერიკელებს ხო და ხედრიონ და იმას ხო შეადრია მიმეებს საქმე ანგელოზებს ამერიკელებს. ხო და ზვიადმა თქვა რომ ამიტომო ესაო თადარიგი უნდა დავიჭიროთ და აღარ მახსოვს ვინ აჩვენა ჯიბიდან ამბობ ერთ-ერთმა აღარ მახსოვს ვინ პატრონი და უთხრა მე აქ მაკუბოლი პატრონი. ამის დამნახავი ჩვენ დავაძრეთ ჩვენი იარაღები ერთი თვე გამოვაძრეთ იქიდან ერთი ვაზნო და ყველამ ჩავიდეთ სახე. ვისაც ეს არ გაუკეთებია. როგორ უნდა აუხსნა იმას ის მდგომარეობა იქ დაიწყებს ქრისტიანობაზე და რაღაცას ლაპარაკი და ის კაცი თანახმა ქრისტიანობა ვითომ რომ გაუპატიურონ და ნამუსი ახადონ და მე ეს ნამუსახდილი ივლის და რაღაც დოგმებს მოიყვანს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდი რაც გველოდა ეს წამება, გაუპატიურება და ყველაფერი სიბინძოე რაც მაგათ უკეთებიათ. ეს იყო შიში ხო? შიში, რა თქმა უნდა, შიში სიკვდილზე უფრო დიდი საშიშროების. ესე იგი სიკვდილის შიში ამასთან შედარებით არაფერი არა. არაფერი, ესე იგი სასაცილოც კი არა, ნუ მოკვდები და всё. გათხოვთ. ამასთან შედარებით აი ისაც გელის თუ ხელში ჩაგიგდნენ, გაცილებით უფრო დიდი საშიშროება და იმის უფრო გეშინი. ზვიადი იყო უკიდურესად თხილი ადამიანი. უკიდურესად თხილი. ესე იგი ზოგი ავცელებდა რომ შიშა და ზვიადი შიშა აბსოლუტურად სიკვდილის შიში აბსოლუტურად არ გქონდა. ზვიადი მოწმუნეობა სწორედ მაგაში იყო. ზვიადისთვის ის სამყარო და ეს სამყარო საიქიო და სააქიო ერთი სამყოფელია. ხო და სიფრთხილე დიდი ქონდა. მაგალითად აი ეს მცველები ვისაც მცველებს რო ეძახით პირობით სამგზავრები ერთხელ არ უქნია ისე რომ ჩამოშორებოდნენ. ყოველთვის თვალთახედვაში ყავდო.
რამე არ მოხდეს. ეგეთი ხდებით, ავტომატურად ხდები ეგეთი. ყველაფერს გარშემო უყურებ, ზურგით ფანჯრისკენ არ დაჯდები. იქ რო ხარ ერთი კვირა და ორი კვირა, მე ზურგით არ დაჯდები ფანჯრისკენ. სუცილობ ისე დაჯდე, რომ ზურგის უკან კედელი ჰქონდეს. და პანჯერას ხედავდა. რამე არ გძინავს მანქანის ხმის გაგონებაზე, მაშინა თუ გეღვიძება, იმიტომ ისინი თუ დაგესხენ რაღაც ტექნიკით თვითონ და იცით რა არის, ეხა ქალაქში ვერ გზნობ თქვენ რომ მანქანის ხმა ძალიან შორს ისმის. და სოფელში მანქანის ხმა ისმის 4-5 კილომეტრზე. ისინი ხო უნდა მოგიახლოვდნენ, ბოლო შეტევას მოიტანენ 100 მეტრიდან ფეხით, მაგრამ ხო უნდა ახლო მოვიდნენ და მანქანის ხმა ისმის ძალიან შორიდან. ამიტომ სულ გაფასიცებული ხარ უსმენ, მანქანის ხმა ხო არა. გარკვეული ხანიდან ეს ადამიანი გაითიშა. ესე იგი აღარ კონტაქტობს, აღარ გელაპარაკება. საერთოდ რაღაცნაირად აინდიფერენტული აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ. საათობის ზის ასე მიჩერებია მიწას. ცდილობ ლაპარაკში ჩაითრიო რაღაცა, იქ პასუხობს დილობისათვის, მაგრამ არავითარი გაგრძელება იმ ლაპარაკს აღარ აქვს. კარგ ოჯახებში ვიყავით ძალიან, ბოლოს სულ ბოლო ნაწილში უკვე ტყეში გაძლება უკვე ასეთი ავანტყოფი ტყეში ვერ წავიდოდით უკვე. და ესე იგი სულ ცდილობდით გვეპოვა მაინც რომ ბინაში, ის აშიშია ბინაში. რო ხარ იქ სოფელში ხარ. მაგრამ ასეთი ავანტყოფით უკვე ტყეში ვერ გახვდა, კაც რო 40 აქვს იწყება და ასეთი და ვერ გახვდა. მეც არ ვიყავი კარგად. ისეთი შეტევა მქონდა თირკმლების, იმ ღამეს მე მეგონა მოვკვდები, ზვიადმა გამითენა მთელი ღამე. აი ესე იჯდა ჩემ გვერდზე. მე ტახტზე ვიწექი და ვოხრავდი და მკნესოდი და ესე იჯდა მთელი ღამე გამითენა. მე გონება დავკარგე და ბინბუჩი წავედი დილით რო კენჭმა გამიერა. კენჭის გაბლა მქონდა. ყოველგვარი წამლის გარეშე მქონდა, კი ანალგინი მქონდა და ერთი პაჩი გადავლია ეგ ღამეში. ლოცულობდა და ლოცულობდა. არაფერს ისეც არ ამბობდა. ერთი იყო რომ მე რამდენიმეჯერ დავძარი ისე ძალიან ფრთხილად რომ იქნებ გადავადგილდეთ აჭარაში. იცით რა მიპასუხა მაგაზე? აჭარაში თან შპიონები აფარებენ. ჩეკისტები. უარი თქვა. მე ვფიქრობ რომ მე იქნებ მე სულ ვცდილობ რომ დავარწმუნო იმაში რომ გადავინაცვლოთ აღმოსავლეთისკენ. რომ მე გაზაფხული მოვა და იქნებ გადავიდეთ ჩეჩნეთში. ეს არაფერ თუ არ ზია ყველაფერს არ უნდა. ნუ რადიო ქონდა და არ ელაპარაკე. რადიო იმასთან ზარანდიასთან შვენიერი რადიო ქონდა ჩართული მიდღემში, სულ ჩართული იყო და გვესმოდა გიორგის ხმა იმის და მე ვთხოვე რომ იქნებ დაელაპარაკოთ ოჯახს იმედი მისცეთ, ან მე დაველაპარაკები. ძალიან არ მოეწონა რომ უთხარ. ბაჩუკის უთხა წადიო შენ ამის მერე იძინე იქაო. თუ ბაჩუკის ეძინა იმაში რადიოში რომ მე არ მივსულიყავი და შემთხვევით არ დავლაპარაკებოდი გროზნიში. რითი ახსენე? არ უნდა ოჯახთან კონტაქტი რაღაცნაირად. არ უნდა შეწუხება თუ შეშინება არ ვიცი. ძალიან საფრთხე, რაფერს ვერ გეტყვი. ფაქტია. ეს ნახა მარტო მე ხო არ ვნახე. ახლა ზოგჯერ ამბობენ ხოლმე კონტაქტის საშუალება არ ქონდა იზოლირებული. აი ზოლე რამდენ ოჯახში ვიყავით? 15 ოჯახში ვიყავით მარტო. რამდენ სამხედროებს შეხვდა იქა ჩვენებს, მეთაურებს ხვდებოდა. რამდენ ხალხს იქ უამრავ ხალხს ხვდებოდა. ყველგან ხალხს ხვდებოდა. ეს არაფერი იზოლირებული არის. რასაც უნდა ძალიან წინააღმდეგი იყო. მე ხო რადიოში გავიგეთ რომ გროზნიში პუჩი ხდება. და ძალიან შემეშინდა მე. და უთხარი იქნება რაღაც ვინმეს წერილი გავატანოთ, კატეგორიულად ამიგზავნა ესე იგი. ისეთი გაბრაზებული იყო ეს რომ გაიგო ჩემგან. საშინელი. არავითარი კონტაქტი არ უნდა და არავის. არავის. ამბობდა რომ აი ბიჭებს რაც უთხარა, რა უნდა გავიხსენო. მარტო ჩვენ კი არ ვიყავით, სახლის პატრონიც იყო და ყველა უთხარა. მეო განწირული ვარ. თქვენ იქნებ თვითონ თქვენ მაინც უშველოდ თავს ახალგაზრდა ხალხი ვხართო და რამენად ადით. იტირეს საწყალო ბიჭებას აუმა წავიდეთ როგორ უნდა დახტოვოთ. ასე იმიტომ რომ ის უკვე ჩვენზე ფიქრობდა. ეს მე დაღუპული ვარ და თან ამ ხალხს ვუყავ. ზიადის ხასიათის გაუარესება და ჯანმრთელობის ერთად მიდიოდა. ეს პესიმიზმის მატება და ჯანმრთელობის გაუარესება ერთად ქვეითდებოდა. მე და ზვიადს გვეძინა ერთ ოთახში. უსოთ ჯერ კიდე
მხოლოდ ვემზადებოდი დასაძინებლად. ეს მოხდა შუა ღამეს ცოტა გადაცილებული. მე რო გავიგონე ხმა მაშინ ვიყვირე რომ არ იქა შევხედე და ვხედავ რაღაც თითქოს მომეჩვენა რომ აღებინებს. ბაჩუკი და რობინზონი მეზობელ ოთახში იყვნენ. ისინი არ იყვნენ იმ ოთახში, სადაც ვიყავი მე. იმ ოთახში ვიყავით მხოლოდ მე და ზვიადი. ისინი იწვნენ გახდილები არ იყვნენ, არ ვიხდიდით გითხარით და ჩაცმულები იწვნენ ლოგინზე და თვლემდნენ ეძინათ ეს, იმიტომ რამდენიმე თქვა 20 წუთით ადრე ამ მომენტამდე ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ. ყოველგვარი ეჭვი იმაზე რომ მათ რამე გამორიცხული, ესე იგი ტექნიკურად არ ფიზიკურად არ შეელოთ რომ ძდომოდა ზვიადისთვის რამე ზიანის მიყენების. ოთახში ვიყავით მხოლოდ მე და ზვიადი. თუ იმეს რამე ეჭვებია, აგერ მომართოს მე. ისინი აბსოლუტურად ეჯგარეშია, ტექნიკურად არიან ალიბი რასაც ქვია. ალიბი ქვია, როცა ადამიანი ფიზიკურად იმყოფება ისეთ ადგილას, საიდანაც რაღაცას ვერ გააკეთებს. ისინი შემოცვიდნენ ამ ოთახში, ესაც წამოცვინით ფერზე, ისინი შემოცვიდნენ ოთახში, მას მე ხოთ რაც ეს ხმა გაისმა და არ იქა მეთქი ვიყვი. თუ ყოველგვარი აი როგორ ვთქვა, ის ძილი, რა ძილითაც ძინავს, ალყაში მყოფ კაცს. ზვიადი იწვა? ზვიად შემგვერდზე იწვა მარჯვენა მხარეს. და როგორ გაიგეს? ბრაგვანი გავიგე. ეს დამიწერი 1000 ყველა მოწმეს ისა. ბრაგვანი გავიგეთ, მე მეგონა 1000 ბრაგვანი. 1000 ქონდა აფურთხებდა და ხოიტყა ცუდად იყო ფიზიკურად და აფურთხებდა იმ თაში, ყველა სანთება ქონდა. მე მაგასაც უჩირკს ვახველებდი. და იქონდა რა ქვია, გაზეთი ან რაღაცა ვაფურთხებდი შიგნით. ჩირკი მომდიოდა ეს გრიპი არ გაიარა და წვლიდან და ფილტრებიდან მომდიოდა ყველასა ჩირკი, ყვითელი ჩირკი. ხიარში სისხლარევი. ზვიადიც ასე იყო, ყველა ასე იყო და ის აფურთხებდა თაში. მე მგონა თასის ხმა იყო ბრაგვანი რო გავერი. ეს. ხოლო ამის მერე შემოცვიდნენ ისინი. ისე რომ იმაზე არავით არ ეჭვია შეიძლება, თუ რამე ეჭვია ქვინოს, აგეთ ჩემი მიმართ უნდა ქონდეს ეჭვი. და იმ ოთახში სხვა მეტი არავინ არ იყო. მით უმეტეს მარგველაინ და ეს გამოიცხული ეს ძალიან დიდი დანაშაული არის და ამორალურობა მაგათზე რამის აი ეს ჩვენი საზოგადოების და მისი განსაკუთრების ზოგიერთი ერთი ნაწილის ამორალურობა და ზენდაცემულობა სწორედ მაგაში ჩანს. აბსოლუტურად უდანაშაულო ხალხს. ისე რომ არავით არის საბუთი არა აქვს და მისი დებენ საშინელ ბოროტებაში ბრალს. აბსოლუტურად დაუმსახურებელი. იმის მაგათ ეს ხალხი ხილზე ატარონ და მადლობა უთხრა. აი საზიზღრად ექცევიან საშინელად, სადისტურად. აი არის ამატყოფის საზოგადოება. იფიქრებდით რომ თავს მოიკლობდა? არა. სუიწევდა ბრძოლაში უნდა დავიღუპო. რომ ესე იგი სხვა გამოსავალი არა გვაქვს, მტერს უნდა შევაკვდეთ. ნუ ამის გვეშინია ესე იგი. ჩვენ ვიცავთ ზვიადს, ახლა მე რას ვიცავთ? ამათი დანიშნულება ერთია, ზვიადი დაიცვა. და იმაზე რომ თავს შეიძლება ზიანი მიაყენოს, არავინ არ ფიქრობს. არ ვიცი, გავუბედავდი თუ არა ზვიადს გაკოჭვას. რომც ქონოდა ეჭვი და იარაღის წართმევას. ით ფრონტზე კაცი იარაღს ვერ წაართვა. ფრონტზე ხარ. როგორ უნდა წაართვა იარაღი, ან როგორ უნდა გაკოჭო, ხო? ზოგზგონია ესე იგი რომ რომც იცოდე რომ აპირებს რაღაცას თავის მოკლეს. ჩვენ ხო არ ვფიქრობთ მაგაზე. გაგვიარა ამან თან იმჯერად სახში მძიმე მდგომარეობა. მეორე დღეს ელიანს სტუმრებს. წიას არ მოლაპარაკებულია, ესე იგი წავიდეთ. ტრაქტორი მოიყვანეს. გადავაწვინეთ ტრაქტორზე და მივდივართ არ ვიცით სად. არავით არის გეგმა სად წავიდეთ არა გვაქვს. და გავწყვეტეთ რომ ესე იგი ახალი წელია, ახალ წელს ვის უნდა მიადგე. გავწყვეტეთ რომ ტყეში გავათებთ ამ ღამეს და მერე გამოჩდება, ასე ვართ რა. ჩვენ მდგომარეობა ამ ხანებში ზო ასე იყო. აი დღეს აქა ვარ და მერე გამოჩდება, წინას არაფერი არის. და წავედით და იქ ერთი სახლი გამახსენდა, მშენებარე სახლი, რომელსაც გადახურულია, ფანჯრები არა აქვს მართალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შიგნით წვიმა არ იქნება, წვიმს. იქ სახა რომ მივედით, ერთი ძალიან კარგი ჩვენი ადრინდელი მასპინძელი სახლია ახლო. ძალიან კარგი კაცი. სკინასავით მაგარი კაცი.
და ვითათვირეთ და მაინც იქნებ გაუბედოთ შეთავაზება, რომ იქნებ მიგვიღოს. რაგვარი იყო? კვარაცხელიერი, ხო, მაგარი, კინასავით კაცი. ყველა, მე ახლა ყველას გვალრებს არ ჩამოყვებით, რომ კაცი იქ ოჯახი არ ყოფილა, რომ აი ესეთი არ ყოფილიყო, რომ იამაყებ. მაგრამ ჯონს ორჯერ ვიყავი და ამიტომ მის ეზოში იყო დასაფლავებული, ეს საგანგებოდ უნდა ვთქვათ. ულაპარაკოთ მიგვიღო. ულაპარაკოთ. მოგვიარა, მოგვეფერა, გვაჭამა, გვასვა, ვეაც მიხედა. და იქ მე შეკრეს კლუბო. და რაღაც ბიბლიურად დავასაფლავეთ ხამე. რაღაც იდუმალი სიყო რა ქვია რაღაც. ასეთ სიტუაციაში მე ბოლოს უკვე შენ თავს მაინც და მაინც ვერ აკონტროლებ როგორც ჩანს. მე უფრო ისეთი ვარ და ახალგაზრდებისთვის ალბათ უფრო ისაა რომ როდესაც უკვე აი უნდა ჩავასვენოთ ამ ღამე და ზაზამ ესე იგი გურჯანაძე ხო ესე იგი საწყალმა იმიტომ რომ ხა მესმის მისი რომ ესე იგი დაიწყო ისტერია რომ ასე არ დაგამარხინებთ ამ კაცს ასე ესე იგი ასეთ კუბოში და ასე უსახელოდ და ასე ღამით და ქურდულად არ დაგასაფლავებია. დაუძახოთ ხალხს, მოუკრიბოთ ხალხი, გადაუხადოთ პარაკლისი ეკლესიაში, როგორც წესი და რიგია და ასე. გვეუბნებით რომ შეუძლებელია. ჩვენ მიზანი ახლა ერთია, რომ შევატყობინოთ ოჯახს და მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ოჯახის გარეშე არ ვიმოქმედებ. მიცვალებული სამწუხარია ქვეყნისა და მიცვალებული უკვე ოჯახისა. უკვე აღარ არის პრეზიდენტი, ეს არის უკვე აწგარდაცვლილი პრეზიდენტი, ზუსტად გამსახურდია და აწი უკვე ოჯახის კუთვნილებაა და შევატყობინოთ უნდა ოჯახს. ეს ესე იგი ზაზაიზახის არა, მაშინ არ დავმარხავთ. ასე იყოს, სამ არ გაირკვევა. მეუბნები ზაზა. ამის გარკვევას და ამ შეთანხმებას როდის წავიყვან, შეიძლება კვირეები დაჭიდეთ და კვირეებს ვერ გავაჩერებთ მიცვალებულ ზემოთ. მაცივარი ჩვენ არა გვაქვს, არაფერი როგორ უნდა გავაჩეროთ, ჩვენ კი არ ვმარხავთ მეუბნები. ჩვენ ვინახავთ მაცივარი რო არ გვაქვს იმის, ვინახავთ მიწაში და ამ მოტივით დამშვიდეთ, თორე მოკლას გვიპირებთ. დანაეკავა ხელში და ესე იგი რა დატოვა ნივთები. ხო, ეს ამ შემთხვევაში ესე იგი არ დავგნეულვართ, ესე იგი როცა გაგვიარა პირველმა შოკმა, ეს ბიჭებიც გადმოიყვანეს ზაზა და გოჩა. მე ვთხარი ახლა ასე ვქნათ რომ სამ ყველანი ვართ მოწმეები აღწეროთ ზვიაც რა ქონდა დაჯდნენ შეადგინეს სიას ამოვიღეთ ყველაფერი ფული ქონდა ჯიბეში ცოტა ტანსაცმელი ფეხსა რაც კი ქონდა ყველაფერი სია ჩამოვწერეთ აი ესეთი ყველა ხელი მოვაწერეთ რომ ესე იგი ყველა მოწმე ვართ ამისი რაც არის აქა ფულის გადაგა რამე სპეციფიური არაფერი, აი ბიბლია ქონდა, თავის რეული ქონდა, საერთო რეული ესე დიდი, რომელშიც მისი მოგონებები იყო, ძველი მოგონებები, რომელიც ბიჭებმა 1000-ჯერ გადაკეთეს. რომ იქნებ ეპოვა ჩიგნით, რამე დაწერილი და თავის საქციელზე, რასაც აპირებდა არაფერი ქონდა. იარაღი ერთი დამატებით იარაღი კიდევ იპოვეთ. თვითონ ის გასროლილი იარაღი ვერ გადავწყვიტეთ რა გვექნა. თვითფრინავით ვერ წავიღებდით გროზნიში. რაღაცნაირად ესე იგი უნდა დაგვეტოვებინა აქ. აქ ვისთვის დაგვეტოვებია არ ვიცოდეთ, ამათ თქვენ დავმარხოთ. ვითარბია დამარხვა ნიშნავს მიწაში სამეგრელოში ნესტია და თვეში ეს ალბათ ჟანგის გროვად იქცეოთ. ამიტომ მოამზადეს რაღაც გაზეთეს, ტაოტი წაუსვეს, რომ არ გაფუჭებულიყო, არ დაჟანგულიყო და რაღაც შეინახეს, მე არ გავყოლილო სად შეინახეს. მეორე პისტოლეტი თვითონ ქონდათ, იმიტომ ის იყო რა ქვია. ჩვენ პატარა პისტოლეტი, რევოლვერი იყო პატარა. კიდე რა ქონდა, ფული ქონდა ცოტა, ფული გავიყავით, ნაწილი, საგზაო ფული ყველას მივეცი, ხელი მოვაწერინე, რომ აი ფული არ ქონდა არავის. მე მქონდა $100. სხვებს კაპიკი. კაპიკი. და რომ გამოსულიყო გროზნიში გამოეღწიათ, ყველას დაურიგე გზის ფული რაც ეყოფოდა და ჭამის ფული. და ყველამ ხელი მოაწერა, რომ ამდენი ფული მიიღო და დავიდნენ ის ფული, რაც იყო დარჩენილი, რამდენიმე $1000 მან არჩვაც ჩავაბარეთ. მოწმეების თანხლებით. ჯერ გამოუშვით ორნი, მე მგონი ბაჩუკი და ზაზა. გროზნიში. ცოტა ხანმა გაიარა და გაუშვით რობინზონი და გოჩა. რატო გაუშვით?
ორ-ორად და ვითანხმე უფროსებს ისინი მე არ მემორჩილებიან მე იმათი უფრო ზვიადი იყო და მე ერთ-ერთი კაცი ვარ ჩემთან ხელშეკრულება არაფერი არ ჩემი ცველები არ არიან ეგ უბრალოდ ჩვენ ეხლა ერთად ვართ მე ვუთხარი რომ რო ჩაგვიგდონ ხელში ჩვენ ხო უნდა გავიაროთ ეს სამეგრო რომ ჩავიდეთ ბათუმი და სხვა არ არის გასასვლელი რომ ერთად არ ჩაგვიგდონ ისე არ მოხდეს რომ ამბის მიმტანი არ დარჩეს ამიტომ პორციებად მივდივართ რომ თუ დაიჭერენ ერთ პორციას რაღაცნაირად ველოდებით რომ ხო გახმაურდება რომ ვიღაცები დაიჭირეს მაშინ რაღაცას ვიღონებთ იმ გზით არ წავალთ ეს პორცია ჩავედით ბოლოს მე წამოვედი იქ თავიდან ძალიან მეგობრულად შეხვდა პრეზიდენტის ოჯახი და ხალბატონი მან და ბავშვები ძალიან მეგობრულად დიდი ხვევნაკოცნი და მეგობრულად კოცნი მაგრამ რას დრო გავიდა ნელ-ნელა დაიწყო ჩამოსვლა ხალხმა თბილისიდან იქიდან აქედან ჩურჩულები ჭორები ჰაი იქიდან შევაწყდა ამ ხალხს ნელ-ნელა ხასიათი ეცვლება ნელ-ნელა დაგვიწყო ლანძღვაგინება ჩვენ რაღაც უფრო სხვანაირი რომ რა კარგი იქნებოდა თქვენც რომ დახოცილიყავით მე ხო გამიმსუბუქდებოდა ზვიადის სიკვდილი ან თქვენ ღორებო თქვენა იმებს ეუბნება თქვენ როგორ გასუქებულ ხარ და ზვიადი როგორ გამხდარა და ნელ-ნელა ტონი მატულობს და მატულობს ბოლოს უკვე არა მკვლელებიც ესეთ ზოგადად კი არის ძახის ვინ ასე მკვლელები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდით და ამ ბიჭებმა მოითხოვეს ესე იგი კატეგორიულად მოითხოვეს იქ დეპუტატები ესწრებიან თუ მათ ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა იმიტომ რომ ჩვენ უნდა გქონდეს ის რაღაც ობიექტური გაღალდეთ ხელთ რომ რითი როგორ დაიღუპა და ასე შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ ჩაატარებინა ექსპერტიზა მე ერთ საღამოს მივედი ჯოხართან ხალ უკვე უნდა დაასაფლავო არა დასაფლავდა 2 დღით ადრე და ვეუბნები რომ ჯოხარ მუსაევიჩ ძალიან ცუდათაა საქმე ეს ხალი რაღაც ძალიან ცუდ რამეებს იძახის მე ვთქვი ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვარ საჭირო აუცილებლად რამენაირად სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდეს ჯოხარი მეუბნება ეტა ვაშა უჩას თქვენი ბედი ეყოფილა და შეურიგდით თქვენ ბედს ჯოხარს ხოჭიში არ შეპარვია ხო თავიდან ეპარებოდა თავიდან როგორც კი თავიდან ცდილობდა გაეგო რა მოხდა ის კი არა რომ ეჭვი არ შეპარვია თავიდან ცდილობდა მასალა მოეპოვებინა ის კი რა მოხდა გაეგო ის კი არა რომ არც ამაზე და არც იქით ობიექტურად ცდილობდა მასალის მოპოვებას ჩეჩნეთში ცალკე საქმე იყო აღძრული ასე ერქვა ავსტრიაც გიბელი პრეზიდენტ გუზის ზვიად და გამსახურდია და პროკურორი ატარებდა იმას თქვენ დაკითხვა არ დაკითხვა ჯოხარის რივი კი არ იყო და ეს როგორც ესენი არის ადამიანს პატივს ასცემდა ცდილობიანი კაცი იყო და მიბარა მე და მათე ცექესაშვილი ჩვენი მეგობარი საერთო მათე მოვიდა საღამოთი ჩასვლის მეორე თუ მესამე დღეს და მათე მეუბნება რომ ჯოხარს უნდა მოგისმინოს მივედი ჯოხართან ცოახას მე და მათე ვიყავით მე და ჯოხარმა დაუძახა იანდარბიევს და სახელმწიფო მდივანს პროკურორი არ ყოფილა იქ ერთი ნაწილი აი სულ ბოლო ნაწილია ეს იმათთან თანდასწრებით მოვყევი იტირა საწყომა ჯოხარმა აი ეს აიფარა ხელი და ასე იჯდა კარგახს მალავდა ცრემლებს მე ის იანდარბიევი და მდივანი გაისტუმრა და დაანჩენ ისეთ რამეებზე ვილაპარაკეთ რაც მარტო ზვიაც არ ეხებოდა აი იმ სიტუაციაზე იქ აფხაზეთთან ვილაპარაკებაზე რუსების შემოსვლაზე ასეთ რაღაცებზე ვილაპარაკეთ ხო და იქვე მაშინათ მე მითხრა ეხლა რასაპირებო და მე ვთხარი რა ვიცი ჯერ არ გადამიწყვეტია მეთქი ასაპირდა მე ვერხამ ჭირდება ძალიან ფინანსთა მინისტრი და ამომიდექიო გვერდში და მე ვთხარი ჯოხარ მუსევიჩ გამორიცხულია მე რომ ფინანსთა მინისტრად დაგიდგეთ მე ვთხარი ყველაფერთ მოგეხმარებთ მე ბახს დაგითხოვთ მე ვთხარი მაგრამ ეს ისეთი დარგია ჩეჩნეთში მე ვთხარი მომკლავენ მეორე დღეს მე ტაიპი აქ არ ამყავს გვარი აქ არ ამყავს და ბიძაშვილი მამიდაშვილების არმია რო დამიცოს მე ვთხარი ჩეჩნოლის არ ვიცი მაშინო ისაო კიდე ძალიან ძიმე ფრონტი მაქვს სტატისტიკის დეპარტამენტი ვის კაცი შპიონი არის ვინც არის თავმჯდომარე და ყველაფერ მასალას რუსეთში აგზავნის შეუნდა რამენერად გადაკეტო ესო ნაკადიო ინფორმაციო მე უნდა მქონდესო
და მოსკოვში არ უნდა მიდიოდეს. ამაზე უთხარა ეს არ არის პრობლემა. დღეს ეს არ არის ფინანსთა მინისტრობა, რომ იქ მინდა დიდი ბიუჯეტი ქონდა ჩეჩნეთს, ნავთობის ბიუჯეტი იყო ჯერ მარტო საკმაოდ დიდი. ხო და მე დავთანხმდი და პრაქტიკულად მაშინაც ესე ხვალმოხვალო და იმას დაავალა რომ დაიწყეთო გაფორმებაო და უკვე სულ ბოლოს მითხრა რომ ძალიან კარგი იქნებაო ზილობიანი კაცი სამხედრო უძახი შენდა ძალიან კარგი იქნებაო თუ შენაც მომიყევიო ამასო დაწერო არ მითხრა რომ ეს კარგი იქნებოდაო მე ვუთხარი მე ვაპირებ მეთქი დაწერას მით უმეტეს რომ უკვე ამ დროს როდესაც მან არჩევაზე ვერ დავითანხმე თქვრივი ექსპერტიზაზე მე უკვე მიმართე უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეს ოფიციალურ ქაღალდზე აგერება კაცი გამოქვეყნებულია საქართველოში მოვითხოვოთ კატეგორიულად კომისიის შექმნა და დაიწყო ათასნაირი ბინძური ჭორები ჩვენ აქ ვართ ყველანი მოწმეები და ახ მოვართ მოგცეთ ყველა ინფორმაცია რაც საჭიროა არაფერი არ ხდება ჩვენ ხო ჩვენ თავს არ მოუწყობ მე ხო არ მოვაწყობ კომისიას ჩემ და ჩემთვის არაფერი არ ხდება ორ-სამ დღეში მე რა გიკნაძე რომელსაც ეს განცხადება მომეწე საერთოდ გადადგა წავიდე ისეთი არეულდარულობა იყო ეს საკითხი მირჩა მე ეს ქაღალდი მაინც დავწერე ძალიან დაწვრილებითი ანგარიშგება მიუტანე ჯოხარმა ეს აიღო და მე ვთხარი გადავობიჭდინებ ხელნაწერი არაო ასე უფრო ფასეული არისო ხო დავალ გადაიღეთო ქსეროფსის ასლი სამაგზებლარად გადაეღებინა ორი თვითონ დაიტოვა ჩემი დედაინ და ჩემი ასლი მე დამიბრუნა ამაზე ის საქმე ჩეჩნეთში მორჩა არათუ მორჩა ჯოხარმა მაშინათვე თავი თავრობის წევრად შემიყვანა და მინისტრთა კაბინეტის წევრად ეს უკვე იყო ცალ-ცალ გადაწყვეტილება ამ კაცს ვენდობი მეტიც ამითი ჯოხარმა რაღაც ფინანსური რესურსიც მომცა სამუშაო მომცა სასახელფას ვიყებდი და ოჯახის გამოკვება შემიძლია ამ დროს ისეთ მდგომარეობაში ვიყავ უკვე კაპიკი ფული აღარ მქონდა ამით მომჩათა საზდო სარჩო თავის ჩენა შემელო მომცა სამართლებრივი დაცვა მე ამ კაცს ვენდობი რაც მაშინ ძალიან მჭირდებოდა იმიტომ ყველა მხრიდან სისინი იყო გველების და ვირთხების მაშუნი და ის ძალიან მჭირდებოდა ასეთი კაცის მხარდაჭერა. და თქვენ ხედავთ რომ მარტო ჯოხარის კი არა იანდარბიევი როცა გახდა ჯოხარის სიკვდილის მერე იანდარბიევმაც აგერ თავის წარმომადგენლად დამნიშნა ეს სახანდობა იყო ჩეჩნეთის მხრივ. მე დაინტერესებული ვარ იმაში რომ ეს საქმე ასე თუ ისე ობიექტურად იქნეს შესწავლილი, გამოძიებული და რაღაც ობიექტური დარჩეს შთამომავლობას. და ხო გეტყვით პირველი ვინც მოითხოვა ესა ვიყავი მე. გროზნში ჩასვლისთანავე მოვითხოვ კანონური ხელისუფლება ხართ და გთხოვთ შექმნას კომისია დღემდე ეს კომისია არ შექმნილა გროზნში ჩამოდიოდნენ ჯოგები და მიდიოდნენ არავინ ჩემთან არ მოსულა არ უკითხია ეს არის რა მოხდა იქიდან მელაპარაკებიან გაზეთებით აგერ ტელეფონია და მიეკე და მკითხე და მე გეტყვი რაც მოხდა იმასაც გეტყვი შენზე რას ვფიქრობ რომელიც ცხოველი ხარ ვირთხებს თაგვებს და ლოკოკვინებს შორის იმასაც გეტყვი და თუ საჭიროდ ჩათვალე იმასაც გეტყვი რა მოხდა თუ კაცი ხარ აი და ესეთი მდგომარეობა მე მინდა რომ ეს საქმე შეიძლება მოვკვდე ხვალ და აღარ იქნება მოწვა უკვე 60 წელს მიღწეული ვარ ნებისმიერ დღეს 60 წლის მერე შეიძლება აღარ ახარ დოკუმენტაცია დავტოვე საკმარისი რომ ობიექტური ადამიანი იქიდან ნახავს ყველაფერს მაგრამ მინდა რომ ეს ჩემ სიცოცხლეში მოხდეს რომ მე ყველა კითხვაზე, ობიექტურ კითხვაზე. ისე ფანტაზიებზე კი არა, ობიექტურ კითხვაზე ყველაზე გავცე პასუხი. იქ შეუძლებელია ეს. ისიც ვიცი რატო შეუძლებელი. არავის არ აწევს თვითმკვლელობა. თუ თვითმკვლელობა არის, მაშინ უნდა ეძებონ თვითმკვლელობისადმი იძულება. ვინ აიძულა? და ამ სიაში მოხდება ოჯახიდან დაწყებული ქვეყნის ყველაზე მაღალი პირების შაკრება. მარტო საქართველოს კი არა. ამერიკის, რუსეთის, ეგ არავის არ უნდა. ყველას ურჩევნია, ვინმე პატარავი გამოიჭირნა იქ რომ ბიზონასები და ამ პესოსავი და იმას მიაწერა მთელი ის უბედურება, რაც საქართველოს მოუვიდა. ზვიაც კი არ მოუვიდა ესა. ეს მოუვიდა საქართველოს. ხელი უნდა შეაწყვეტ როგორც ყოველთვის სტრელოჩნიკს. ეგ არ გამოახა. მე სტრელოჩნიკი რა არა და სტრელოჩნიკი არა ვარ.
არც ის ბიჭები არ არიან სხვადასხვა ისრაელის ჩნაკები. იმათ ისეთი სკოლა გამოიერეს და ისე გამოუძმედილები არიან. ერთი რამის მეშინია, ცნობილია საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მხეცობა და არაკაცობა. აი მე ამ გადაცემაში მინდა ხალხს მივმართო, რომ ხალხი ვალდებულია ხა დაიცვას ეს ბიჭები. ეს ბიჭები არ არიან ვალდებული ამ ხელისუფლებას მისცენ ჩვენებები. მით უმეტეს არ არიან ვალდებული იმ დროს, როდესაც ასე ბინძურად და გამრუდებულად მიდის გამოძიება. მაგრამ ხალხი ვალდებულია დაიცვას ესენი იმისგან, რომ არ აწამონ და ძალით რამე ხო ცნობილია რა, ძალას იყენებენ წამება და 1000 ზემოქმედება. შეიძლება შვილებზე დაემუქრონ, ცოლშვილზე დაემუქრონ, 1000 რამე, ყველაფერია მოსაოდნელი მაგათ. აი მე ხალხს მოთხოვ კი არა, კი არ ვეხვეწები. მე მოთხოვნა ეს ჩემი ხალხისგან. დაიცავით ეს ბიჭები. აი მაგლით ხომ ამათ დასაცავად. ამათ სიმართლე მოეთხოვებათ, ისიც არა ყველას ადმი. რო თქვა, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ესენი წამებით ამათ ყვილები ათქმეინონ და რამე ისეთი მერე მოხდეს. აი ამიტომ მინდა რომ დასავლეთში გადმოვიდეს ეს ყველაფერი. ძნელია, მაგრამ იმედი მაქვს, იმიტომ რომ მე აქ ვცხოვრობ და თუ ჩემი მიმართ, რომც არ გაუჩნდეთ ჩემი მიმართ. მე იცით მეც გეტყვით. რომ იქიდან შემოთავაზები ვიცით რა იყო ადრე? რომ თქვენ კი არ მოკალეთ, ჩვენ თქვენზე არ გვაქვს ეწვი. ზედს ვიღაცა მესროლა გარედან, თქვენ გეძინათ. აი ბოლო ესეთი ჩამომივიდა ძალიან არსებით პიროვნებისგან, ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებისგან. ჩვენ თქვენ კი არ გაბრალდებთ არაფერს. ჩვენ ვიცით თქვენ პატრიოტები ხართ. თქვენ გეძინათ, ვიღაცამ ფაჯიდან მესროლა და მოკლა. თითქოს უნდა მოვისუნთქო ხო შვებით, აჰა. როგორც იქნა მე და მას რა ქვია, ბაჩუკის საწყალს და რობინზონს აღარ გვადანაშაულებენ. ამაზეც არ წავალ. იმიტომ სიმართლე არის სიმართლე, იმას აი გალამაზება არ ჭირდება, რაც მოხდა ის უნდა იცოდეს ხალხი. და ახსნა რატომ მოხდა? ეს უკვე სხვა საკითხია და ეს მე არ მეხება. ამაზე სხვაებმა იზრუნონ. მე და ამ ბიჭებმა ზույაც ყველაფერი მივეცი ჩვენი რა თქმა უნდა, სიცოცხლე გავწირეთ მისთვის. ყველა ჩვენ წინაშეა ვალში, ჩვენ კი არავის წინაშე არა ვართ ვალში. ზույაძე მიდგა საქმე. ყველა ჩვენ წინაშეა ვალში. ამ ბიჭების წინაშეა ყველა ვალში. ზვიადის ოჯახიდან დაწყებული და სახელმწიფოს მეთაურამდე, რომელიც თავს სახელმწიფოს მეთაურად აცხადებს დღეს. ესენი და ჩვენ არავის ვალში არა ვართ. გაქვს საბაბი რომ ნაწილი იყოთ, ხო, იმიტომ რომ არ დაწერა რაღაც პოლიტიკა. რატო არ მწყინს ზვიადისგან არაფერი, თუმცა საწყენია რაც მოხდა, ხო? თქვა წერილი რომ დაეტოვებია რაღაცა თავის იმაზე, გადაწყვეტილებაზე, არავითარი ეჭვი აღარ იქნებოდა. თუმცა ეჭვი მაინც ექნებოდა, რომ ის ჩვენ დავწერეთ. მაგრამ ყოველ ჯერზე ცდილობდა რომ ესე იგი წადით რა. აი მე განწირული ვარ თქვენ თავს უშველეთ. რა ასე ამის მერე კაცის რატომ მაგეწყინოს რა. და დაწუნებული ეს ბიჭებიც პატიობენ, ჩვენ ისიც ამ მდგომარეობაში იყო. მე ფიზიკური, სულიერი, მორალური და ყველანაირი, პოლიტიკური და ყველანაირი მდგომარეობაში უნდა ვაპატიოთ, რომ ეს ჩვენ ასე მდგომარეობაში ჩაგვავალთ. ვაფხობთ. პესარიონ გუგუშვილი ამბობს, რომ ყველანაირად შეეცდება გამოძიებაში, რომელიც ზვიად გამსახურდია სიკვდილის დაღუპვის მიზეზებს იკვლევს, ცნობილი დასავლეთ ევროპელი იურისტები ჩართოს და საქმე ევროპაში გადაიტანოს. დევნილი პრემიერი ახალი დროების ქართულ გამოძიებას არ ენდობა. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ამ საქმის ობიექტურად გამოძიება საქართველოში პირველ რიგში ქართული სახელმწიფოს, მთელი ჩვენი საზოგადოების ინტერესებში შედის. სწორედ ამიტომ ამ თემას დროება აუცილებლად დაუბრუნდება. თქვენ უყურებდით დროების 6 ივნისის გამოშვებას. მე ერთი კვირით გემშვიდობებით ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებები.